Good afternoon. Hi. 2 p.m. in Georgia also, huh? So good afternoon, everybody. I hope all the technology is working in our favor. ტექნოლოგიები მუშაობს, ყველა გვისმეს, უსმეს, ჩემს მას საოცარი ქართული აქცენტით. ბატონი კინანი, თქა აქ იქნება თარგმანი ქართულ ინგლისურ ენაზე, ვისაც გაქვს სურვილი. მე ვფიქრობ, რომ ტექნოლოგია იმუშაობს და არ იქნება პრობლემები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ რაიმე ტექნოლოგიური პრობლემა იქნა, ჩვენ ვეცდებით, რომ ის გავასწოროთ, რაც შეიძლება სწრაფად, არა? მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას და ნაცნობის სახელები და გვარებია. მოდი წარმოგიდგენ საკუთარ თავს, კალ ფესერი, მე მუშაობ ტრენინგ ცენტრში, ILOC ტურინში და ზოგიერთ თქვენთაგანი არის აქ ნამყოფი 2020 წლამდე ტრენინგ ცენტრში იყავი და ჩემთვის პატივია, რომ დავიწყო ეს სემინარების მთელი სერიალი და რა თქმა უნდა ჩვენ ვისაუბრებთ ბიზნესზე და ადამიანის უფლებებზე და მე ვფიქრობ, რომ ეს ამ საკითხზე ჩვენ დავიწყებთ მუშაობას, გავაგრძელებთ 2021 წელს. მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს ვებინარ სერიალი ეს არის ILOC ოფისთან ერთადაა საქართველოში, საქართველოს ადმინისტრაციასთან მთავრობისა და ტრენინგ ცენტრი, რომელიც არის ორგანიზაცია. ეს არის ერთ-ერთი მთავარი აქტივობებია, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ და ვახორციელებთ საქართველოში ბიზნეს და ადამიანის უფლებების საკითხებზე და რათა მოხდეს პოპულარიზაცია ბიზნესსა და ადამიანის უფლებების მცნებებს შორის. მე არ მჭირდება ალბათ რომ მნიშვნელოვანი საკითხია და რა თქმა უნდა, კალბატონი მეც ვისურვებდით რომ ყოფილიყავით საქართველოში, ვიცით საქართველოს სტუმართმოყვარეობის ხირებულება, მაგრამ არსებული სიტუაციის გამო ეს შეუძლებელია, მაგრამ მეორეს მხრივ, იცით რა? ჩვენ მიუხედავად ამ დიდი გამოწვევებისა, რომელიც არის, ეს გარკვეულ შესაძლებლობებსაც ქმნის და უკვე საკმაოდ ბევრი მონაწილეა 53-ია და მე იმედი მაქვს, რომ კიდევ მეტი შემოგვიერთება, რათა ვიმჯელოთ ამ თემაზე. სანამ დღის წესრიგზე ვისაუბრებდა და შესავალი სიტყვით ან მისასალმებელი სიტყვით. ეს არის ეტიკეტია, ასე ვთქვათ, ელექტრონული დისტანციური, ასე ვთქვათ, ურთიერთობებისა. თუ შეიძლება ყველამ გათიშოთ მიკროფონი, ვინც არ საუბრობთ. და ბევრი თქვენთაგანი სახლიდან მუშაობთ, ბუნებრივია შეიძლება ბავშვები იყვნენ სახლში, ამიტომ ხმარო არ შემოვიდეს. სულ ყველას გთხოვთ გათიშოთ მიკროფონი, ვინც არ საუბრობთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ეგრეთ წოდებული chat box ფუნქცია, თუ გსურთ რაღაც პირდაპირი კომუნიკაცია, ანუ მოიწეროთ, ასე ვთქვათ, მოსაზრება, თუ გაქვთ, რა თქმა უნდა, კითხვა იმ შემთხვევაში ან კომენტარი, თუ გსურთ რაღაცა დასკვნა ან მოსაზრება გაგვიზიაროთ, არის ამისათვის სპეციალური ფუნქცია. და კალბატონი თაკო ალბათ გეტყოდათ, რომ იქნება უზრუნველყოფილი სინქრონული და არის უზრუნველყოფილი სინქრონული თარგმანი და ეს ვებინარ სემინარი იქნება შეწერილი. ცოტა no problem. კითხვა თარგმანთან დაკავშირებით. ერთი კომენტარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იპოვონ თარგმანის ესა თუ შეიძლება იქნებ ქალბატონმა თაკომ გააკეთოს ეს. ქალბატონო თაკო. ქალბატონო თაკო, welcome everybody. ტექნიკური სახის თუ შეიძლება ვებინარი იქნება წარმართული როგორც ინგლისურ ენაზე, ასევე ქართულ ენაზე. თარგმანისთვის უნდა გამოიყენოთ თქვენს ეკრანზე, აი დაბლა მხარეს Zoom-ში მოთავსებული არის გლობუსის ფორმის გამოსახულება. მას დააჭერთ ხელს, შეგიძლიათ ეხავე დააკლიკოთ და ინგლისური შემთხვევაში ინგლისურს აერჩევთ, ქართული შემთხვევაში ქართულს აერჩევთ. თუ კი ქართულად გინდათ მოусმინეთ. Georgian არის ქართულისთვის მითითებული, English არის ინგლისურისთვის მითითებული. რამდენიმე წუთს მოგცემთ, ეხაც ვიდრე საუბრობთ, რომ ქვედა ნაწილში არის განთავსებული ეს თარგმანის ხილაკი.
მეორე ნაწილი კიდევ რაც გვინდა გითხრათ, პრეზენტაციები იქნება როგორც ინგლისურად, ასევე ქართულად, შეგიძლიათ თვალიადოთ ინგლისურად და ქართულადაც. ამისათვის Zoom-ის თქვენს ეკრანზე მაღლა უნდა აერჩიოთ option-ის ფუნქცია. option-ის ფუნქციას რო ჩამოშლით, თაკო ხელაძე, ანუ მე ვიქნები ქართულ პრეზენტაციაზე პასუხისმგებელი და აირჩევთ თაკო ხელაძის პრეზენტაციას და თვალს ადევნებთ პრეზენტაციებს ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ კი გსურთ, რომ პრეზენტაციებს თვალი მიადენოთ ინგლისურ ენაზე, უნდა აირჩიოთ multinational enterprises ოპცია. ანუ თქვენ Zoom-ის მაღლა ეკრანზე გექნებათ options ღილაკი და ამ option-დან აირჩევთ რომელი ფუნქცია იქნება თქვენთვის უფრო მისაღები, რომ პრეზენტაციებს ადევნოთ თვალი. ასევე მეორე ნაწილი არის ძალიან გთხოვთ, რომ თქვენი სახელი შეცვალოთ ან ქართულ ენაზე, ან ლათინური ასოებით, რომ იყოს ჩვენთვის გასაგები თქვენი სახელი და თვალი. Carl, I finished comment. Georgian, I wanted to also ask Patricia because we received some messages that some participants cannot hear the voice. Okay. Sorry, they can't hear? Yes. What can't they hear, sorry? The voice. The voices of The voice. Okay. Okay. I noticed actually some of them don't have microphones. So if they don't have a microphone, then they can't actually hear. Okay. Yeah. მეგობრებო, ვისაც ხმარ გესმით, თუ შეიძლება გადაამოწმეთ, რომ მიკროფონით იყოთ შემოსული. ანუ თქვენს კომპიუტერს ან ტელეფონს, რომლითაც ხართ შემოსული, უნდა გქონდეს მიკროფონი გააქტიურებული, რომ ხმა გაიგოთ. Can you also tell them to turn off the videos, please, if they're not talking? და თუ კი არის საუბრებთ, რომ mute გაუკეთოთ მიკროფონს. ერთი წუთი თუ შეიძლება მე ეხლა ხან შავერთე, ჩემთან არის მოდახმა და ენასთან დაკავშირებით ვერ მოусმინე ბოლომდე როგორ ვირჩევ ენას დიდი ბორჯომის მუნიციპალიტეტი უკაცრავად. თქვენი Zoom-ის ეკრანზე, ეხლა რაც არის გათავსებული ქვედა ნაწილში, უნდა იყოს გლობუსის გამოსახულების ღილაკი. რო არ არის? Good. Maybe Taka, you can, if there are issues with sound, that can also be related to the computer itself. That's our experience. It's not one technology that has to go well, but 53 technologies at the same time. But in case people are not hearing or connecting well, sometimes it helps to reconnect, check your settings. In terms of microphone and audio, and then it should work. But I think the majority is hearing us clearly. Yeah, just one quick. The interpreter has his microphone on mute. Okay. Yeah. აი სხვაც წერს რომ არ არის გლობუსის ნიშანია. We have in the chat box that participants cannot see the interpretation sign. ანუ ზოგიერთ მონაწილე ვერ ხედავს გლობუსის ნიშანს, ზოგიერთ. ეკრანის ქვედა ნაწილზე ნახეთ, აბა სადაც მონაწილეები არიან. აი ხა სურათიც ჩააგდეს დაბლა ქვედა ნაწილში. I think the interpretation of the screen they need to upgrade their Zoom. It happened before and people upgraded the version. შეიძლება უნდა მოახდინოთ upgrade Zoom-ისა, შეიძლება არ არის ასე ვთქვათ შესაბამისობაში ამ სისტემასთან. და მის upgrade-ს რამოდენიმე წამი ჭირდება რეალურად, რომ მოხდეს ეგრეთ წოდებული upgrade Zoom-ის და შემდგომ ისევ შემოხვიდეთ ამ სისტემაში. შეიძლება იმუშაოს. Ну, ჩვენ გვაქვს დრო, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას, მე ვფიქრობ, არ უნდა იყოს პრობლემა, გადაუჭრელი პრობლემა. და თუ გინდათ Zoom-ის update-ი, კი ბატონო, ჩვენ რამოდენიმე წუთი გვექნება რაღაც ადმინისტრაციული საკითხები, სათვის შეგიძლიათ, ესე იგი, გათიშოთ და შემდგომ შემოხვიდეთ კვლავ, შეგიძლიათ.
და რა არის თავარი რომ თარგმანი ასე თქვათ არის ქართულად უნდა მოძებნოთ ეს ღილაკი თქვენ ახლა ფაქტურად გესმით ჩემი ნათქვამის თარგმანი ქართულ ენაზე ქალბატონო თაკო გესმით თქვენ რომ თარგმანი მოდის ხო კი როგორ არა კარგია ქალბატონო თაკო მე ვფიქრობ რომ ჩვენ ყოველთვის გარკვეული პრობლემები გვექნება ამ კომპიუტერული სისტემის გამო თუ არ არის შესაბამისი კონფიგურაცია თუ არ არის უახლოესი ახალი ვერსია და თუ ეს პრობლემა მუდმივად იქნება კავშირისა ჩვენ რა თქმა უნდა ნებისმიერ შემთხვევაში ჩანაწერი იქნება ამ ვებინარისა ვებინარ კლასისა და თქვენ შეგეძლებათ შემდგომ ასე ვთქვათ მოусმინოთ მას ჩანაწერში და მისი ასე ვთქვათ ატვირთვა იქნება YouTube-ზე. არა უშავს თუ იქნა რაღაც სერიოზული პრობლემები კავშირთან დაკავშირებით. მაღალი ალბათობით ხვალ უკვე თქვენ შეგეძლებათ. ანუ ვისაც პრობლემა ქონდა მოусმინოს მას YouTube-ში. ანუ ძალიან არ შეგაწუხოთ ამ გარემოებამ. და არა მარტო ჩანაწერი ხდება ამ ვებინარის არამედ ჩვენ ფაქტურად ექნება ვთქვათ დისკუსიები და ყველა ეს ინფორმაცია იქნება თქვენთვის ხელმისაწვდომი მოგვიანებით. მე იმედი მაქვს რომ უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში უკვე ვებინარის სისტემაშია და აქვს საშუალება თარგმას მოусმინოს ვისაც სჭირდება. მოდით ახლა შევხედოთ დღის წესრიგს და შემდგომი 2 საათის განმავლობაში ვიმუშაებთ და ჩვენ რა თქმა უნდა მოგესალმებით იქნება მისალმებელი სიტყვები ვისაუბრეთ ტექნოლოგიურ მხარეზე ამ ვებინარ სემინარისა და ძალზე მოკლე შესავალი ამ ვებინართან დაკავშირებით ზოგადად და ჩვენ შემდგომ უკვე გადავალთ ძირითად თემებზე ამ ჩვენი სემინარისა და იქნება შემდგომ უკვე საუბარი უშუალოდ შრომის სტანდარტებზე და მეორე პრეზენტაცია იქნება ბიზნესი და ადამიანის უფლებები საქართველოში. ფაქტურად დაახლოებით საათი და 35 წუთი და შემდგომ ეს იგი საათსა და 45 წუთში დაახლოებით დავასრულებთ ვებინარ სხდომას. უპირველეს ყოვლისა დიდი მინდა სიტყვა გადავცე ქალბატონ აკიაშვილს, რომელმაც ფაქტურად სწორედ იყო ინიციატორი თავის კოლეგებთან ერთად ILO-ს ოფისიდან საქართველოში ქალბატონი აკიაშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. ქალბატონო ლელა, თუ შეიძლება, სიტყვა გეძლევათ თქვენ. მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო, სანამ მე დავიწყებდე ჩემ შესავალ სიტყვას. მე ვიდეოს ვერ ვთავ, არ ვიცი, იქნებ ვინმე დამეხმაროს ვიდეოს ჩართვა. მადლობა, მე დაგეხმარებით. კარგია, ახლა კარგია. და აი ქართულად შესავალ სიტყვას თქვენის ნებართვით. კოლეგებო, ძალიან მიხარია, რომ ესეთი დღეს ასეთ საინტერესო საქმეზე ვართ შეკრებილნი და ვიწყებთ ვებინარების სერიას, რომელიც ეხება ბიზნესის და ადამიანის უფლებებს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიდგომებს და საერთაშორისო სტანდარტებს. პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად ახლოს დგას ბიზნესი და ადამიანის უფლებები. მათ შორის საქართველოში ჩვენ ხშირად საზოგადოების ფართო განხილვის საგანი გამხდარა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, იქნებოდა ეს შრომითი უფლებები პანდემიის დროს დასაქმებულ ადამიანთა მხარდაჭერისთვის, იქნებოდა ეს სახელმწიფოს მხრიდან ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერა შრომითი უფლებების დასაცავად, იქნებოდა ეს ბიზნესის ჩართულობა მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად და ასე შემდეგ. თუმცა პანდემიის გარდა, რომელსაც რა თქმა უნდა გლობალური ხასიათი აქვს, გლობალური ხასიათი ასევე აქვს იმ არაერთ ბიზნეს საქმიანობას და ბიზნეს კომპანიას, რომელიც უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში გვხვდება და თითოეულ ჩვენგანს შეგვეხება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
იქნება ეს სოციალური ქსელების ჩართულობა, პირადი ინფორმაციის დაცვის მიმართულებით, დასაქმება საერთაშორისო ორგანიზაციებში თუ დასაქმება ადგილობრივ დონეზე საქართველოში ან სხვა ადგილობრივ დონეზე სხვა ქვეყანაში საერთაშორისო ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციაში. ამით იმის თქმა მინდა, რომ დღევანდელ ცხოვრებაში ჩვენ თუ საუბრობთ, რომ ადამიანის უფლებების, ასე რომ ვთქვათ, პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დაცვისათვის ეკისრება რამდენიმე მთავარ აქტორს, მათ შორის, რა თქმა უნდა, სახელმწიფო არის პირველი და ეს პასუხისმგებლობა, ამ პასუხისმგებლობას ჩვენ ყოველდღიურად ვაცნობიერებთ და ვიცავთ. თუმცა ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ამ სფეროში და დრომ ასე რომ ვთქვათ, აჩვენა ის, რომ ამ სფეროში ადამიანის უფლებების დაცვა ვერ იქნება სრულყოფილი, თუ არ ვიმუშავეთ იმ აქტორებთან, რომლებიც მეორე მხრიდან დგანან, ანუ ბიზნესებთან, რომლებიც მეორე მხრიდან დგანან და ისეთივე აქტიურ როლს თამაშობენ ბევრი ადამიანის ცხოვრებაში, როგორიც თქვა სახელმწიფო თავისი მიდგომებით და მიმართულებებით. სწორედ აქედან გამომდინარე, თუ არ ვცდები 2011 წელს, თუმცა შემისწერეთ, შეიქმნა გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები, რაც ნიშნავს, რომ გაერომ გადაწყვიტა და დაინახა ეს ყველა აქტორის ჩართულობის მნიშვნელობა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და შექმნა სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც ერთგვარ ჩარჩოს აწესებს თუ რაზე უნდა ვიმსჯელოთ და რომელ გამოწვევებზე უნდა გამახვილდეს განსაკუთრებული აქცენტები, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბიზნესზე და ადამიანის უფლებებზე. და სად არის აი ეს გადაკვეთის წერტილი, რომელიც სად არსებობს ეს გადაკვეთის წერტილი, სადაც იკვეთება ბიზნეს საქმიანობა და ადამიანის უფლებები. რა თქმა უნდა, ბიზნესი და ადამიანის უფლებები არის მრავალსექტორული, რაც შესაბამისად ყოველთვის შინაარსობრივად ტვირთავს ხოლმე ამ მიმართულებას, ამიტომ შინაარსობრივად საკმაოდ მრავალსექტორული და დატვირთული და ბევრი კუთხით შეგვიძლია შევხედოთ ბიზნეს და ადამიანის უფლებებს. როგორც გაეროსთვის, ასევე საქართველოსთვის, გაერო ჩვენ თუ ვამბობთ, რომ არსებობს 75 წლის განმავლობაში და ბიზნესი და ადამიანის უფლებების ნაწილი შედარებით ახალია გაეროსთვის, ასევე საქართველოსთვისაც ეს მიმართულება არის, ასე რომ ვთქვათ, შედარებით ახალი. და პირველად ბიზნესი და ადამიანის უფლებების ნაწილი აისახა ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში 25 თავი სამოქმედო გეგმის ეძღვნება ამ მიმართულებას, სადაც გაწერილი არის ის მნიშვნელოვანი და საწყისი ნაბიჯები, რომელიც შეგვიძლია ჩვენ გადავწყვეტ იმისთვის, რომ უკეთესად დავიცვათ ბიზნესის და ადამიანის უფლებების ბიზნესის ჭრილში. დღეს ჩვენ სამოქმედო გეგმის დეტალურ პრეზენტაციას წარვადგენთ, ამიტომ მე აქ ამაზე აღარ გავჩერდები, თუმცა აღნიშნავ, რომ ნელ-ნელა კიდევ და კიდევ უფრო იზრდება როლი ბიზნესის და ადამიანის უფლებების და ამას მოწმობს ისიც, რომ ახალ ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში, რომელსაც ახლავს სრულდება მუშაობა და მოიცავს 2021-30 წლებს, იქაც განსაკუთრებული ადგილი უკვე უფრო მაღალ დონეზე, უფრო სტრატეგიული პრიორიტეტების დონეზე დაეთმო ბიზნესსა და ადამიანის უფლებებს. სწორედ ამ საჭიროებიდან გამომდინარე და ხედავთ რა ამ საჭიროებას და ხედავთ რა საკითხის აქტუალურობას, გადავწყვიტეთ, რომ დაგვეტყო ვებინარების სერია და აქ მინდა მე განსაკუთრებული მადლობა გადავხატ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის როგორც ექსპერტებს და წარმომადგენლებს როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე ადგილობრივ დონეზე საქართველოში, იმისთვის რომ ჩვენს ასეთ იდეას გამოეხმაურნენ და მიუხედავად იმისა, რომ ეს ვებინარები და ტრენინგი სხვა ფორმატით არის დაგეგმილი ზოგადად სხვადასხვა ქვეყნებისათვის, საქართველოსთვის გადავწყვეტეთ, რომ გადაგვექცია ეს ვებინარების სერიაში, რომელზეც აი დღეს დავიწყებთ და შემდგომ გავაგრძელებთ თებერვლის შუამდე მუშაობას. აქვე მინდა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო საჯარო სამსახურის ბიუროს, იმიტომ რომ საჯარო სამსახურის ბიურო უზრუნველყოფს ჩართულობას საჯარო მოხელეების და ასევე როგორც ხედავთ იმ მაღალი ინტერესს, რაც გამოჩნდა ბიზნესის და ადამიანის უფლებების საკითხებთან დაკავშირებით. ვებინარების სერია არის, როგორც გითხარით, შედარებით ახალი ფორმატი და ჩვენც პირველად ვაკეთებთ ამას, ამიტომ ჩვენცაც საცდელი რეჟიმია შეგვიძლია ვთქვათ. შესაბამისად, ნებისმიერი თქვენი უკავშირი, მოსაზრება,
იდეა ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი იქნება. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ იმ საკონტაქტო პირებისთვის, მაგალითად, ადამიანის უფლებათა სამდივნოდან ჩვენი მხრიდან ეს არის მერიკო ქაჯაია, თუ გაქვთ მოსაზრებები, იდეები, როგორ შეგვიძლია უკეთესი გავხადოთ ეს კონკრეტული ვებინარების სერია ან სხვა ვებინარების სერიები, ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრება, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, რათა ვებინარების სერიები კიდევ და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. ჩვენთვის ჩვენი აზრით ეს ის იმ უმცირეს ერთ-ერთ დადებით შედეგთაგანია, რაც COVID პანდემიის შედეგად დაგვიდგა, როგორც უკვე კარლმა აღნიშნა, ფაქტი, რომ შეგვიძლია ეს საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ვიმსჯელოთ ჩვენი ლოკაციიდან და ჩვენი ადგილებიდან ამ თემებზე არის მნიშვნელოვანი და აქვე მინდა ხაზი გავუსვათ თვითმმართველობების წარმომადგენლების ჩართულობას ვებინარების სერიაში, რაც ძალიან მისასალმებელია, იმიტომ რომ თვითმმართველობების როლი ნებისმიერი მიმართულებით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მათ შორის ბიზნესის და ადამიანის უფლებების არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თვითმმართველობები არიან ისინი, ვინც ყველაზე ახლოს არიან აღსრულებასთან, ასე რომ ვთქვათ, და იმ პრინციპების და ღირებულებების პრაქტიკაში სისრულეში მოყვანასთან, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ. ვებინარების სერიების მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდი იყო. ჩვენ პირველადი რეგისტრაცია გაიარა 112 მონაწილემ. მე ახლა ვხედავ, რომ 60-ზე მეტი მონაწილე არის ამ ეტაპზე სესიაზე, რაც ნამდვილად მისასალმებელია. გულახდილად რომ გითხრათ, ამხელა ინტერესს არ მოველოდით და შესაბამისად გაცვლილი იყო, რომ სერტიფიკატი, რომელიც გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეები ყველა სემინარს დაესწრებიან, გაცვლილი გქონდა დაახლოებით 50 ადამიანს. ამიტომ შემდგომი დღეს, რადგან შესავალი სემინარი არის, რა თქმა უნდა, ყველას უნდა გქონდეს შესაძლებლობა, რომ ვნახოთ თუ რაზე არის ვებინარები და როგორი შინაარსით იქნება დატვირთული, თუმცა შემდგომ მოგვიწევს მონაწილეთა რაოდენობის გაყოფა ორად, ანუ პირველ ნაკადად და მეორე ნაკადად. პირველ ნაკადში არ იქნება 50-ზე მეტი ადამიანი. როგორც უკვე ვახსენე, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვებინარების 7-ვე ვებინარს დაესწრებით, ანუ სრულად გაივლით ვებინარების სერიას, მიიღებთ სერტიფიკატს, რომლისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას დიდი მადლობა გადაუხადო. დღევანდელ მე ვებინარების სერიებს დეტალურად არ მოგახსენებთ, იმიტომ რომ ამაზე გვექნება რამდენიმე წუთში საუბარი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი ვებინარი არის შედარებით შესავალი ნაწილი იმისთვის, რომ ყველამ ერთად აღმოვაჩინოთ თუ რაზე ვსაუბრობთ, როდესაც ვსაუბრობთ იმ ძირითად პრინციპებზე, რაც ეხება ბიზნესს და ადამიანის უფლებებს და შემდგომი ვებინარებიდან დავიწყებ უკვე კონკრეტული თემატიკების განხილვას, მათ შორის მაგალითად შემდგომ ვებინარზე იქნება ბავშვთა შრომა და იძულებითი შრომა, თემის საკითხი, ასევე შევეხებით შრომის უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, დასაქმებულთა თანაბარ შესაძლებლობებს, გასაჩივრების მექანიზმებს, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპებს, ასოციაციის თავისუფლებას და კოლექტიურ მოლაპარაკებებს და ასე და ასე შემდეგ. შეჯამების სახით მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ აქ ასე ვთქვათ, ყველა მსმენელი ვართ საჯარო მოხელე და მე პირადად ჩემთვისაც მინდა აღნიშნო, რომ ჩემთვისაც ეს თემა არის შედარებით ახალი და ამიტომ დიდი იმედი მაქვს მე თვითონაც, რომ მე თვითონ ვისწავლი ამ სემინარებიდან და მივიღებ იმ ინფორმაციას, რაც არის აუცილებელი, რათა გავაუმჯობესოთ ქვეყანაში ბიზნესის და ადამიანის მიმართულება. ჩემი აზრით, საჯარო მოხელეების ჩართულობა ამ პროცესში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენი პასუხისმგებლობა არის საბოლოო ჯამში დავიცვათ ქვეყნის მოქალაქეთა უფლებები, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება ბავშვთა, როგორც უკვე აღნიშნე, ისეთ თემებს და ისეთ საკითხებს, როგორც არის ბავშვთა იძულებითი შრომა, შრომის უსაფრთხოება და სხვადასხვა საკითხები. მიუხედავად იმისა, თუ რომელ უწყებაში მუშაობთ და რომელ სფეროში მუშაობთ, რელევანტური არის ამ საკითხებზე მსჯელობა ჩვენთან ერთად, რათა დავიწყოთ ერთად და შემდგომ თითოეული ჩვენგანი შეიძლება ჩამოყალიბდეს იმ ექსპერტად, თუ ლიდერად, თუ ჩემპიონად, რომელიც სამომავლოდ მომავალი წლების განმავლობაში გააგრძელებს ამ საკითხების ადვოკატირებას ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი მხრიდან, ადამიანის უფლებათა გუნდის მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გახსნილები ვართ თანამშრომლობისთვის და ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც იქნება ადგილობრივი დონიდან თუ ცენტრალური დონიდან, ბიზნესის და ადამიანის უფლებების მიმართ ნებისმიერი აქტივობის ჩატარების თუ კონკრეტული გაიდლაინების შექმნის თუ სხვადასხვა
იდეის განხორციელების ყველაფერზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოყვებით თუ სემინარების შედეგად გაგიჩნდებათ იდეები, ყველაფერზე მოყვებით და უზრუნველყოფთ, რომ თითოეული თქვენი იდეა განხორციელდეს და პრაქტიკაში სისრულეში მოვიდეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ტრენერებს და მეც როგორც ერთ-ერთი მონაწილე ყურადღებით მოусმენ დღევანდელ შეხვედრას. Carl, over to you. Thank you, Ms. Akiashvili. დიდი მადლობა, ქალბატონო აკიაშვილო. მე მინდა სიტყვა ქალბატონ ქარდავას გადავცე სამოქალაქო სამსახურის ბიურო. დიახ, დიდი მადლობა. მადლობა იმისთვის, რომ იყენებთ იმ მნიშვნელოვან პლატფორმას საკომუნიკაციოდ ჩვენ საჯარო მოხელეებთან, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით არის დაარსებული, მოდი ესე ვიტყოდი. მახარებს ეს ყველაფერი და ორმაგად მიხარია დღეს იმდენად რამდენადაც ჩვენ მოხელეებს დღეს უკვე ისეთ თემებზე ვესაუბრებით, რაც გლობალურ ჭრილში მნიშვნელოვანია როგორც უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებით დასაქმებულთა უფლებების დაცვის კუთხით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. ანუ ძალიან ესე თქვა მახარებს ის მოცემულობა, რომ უკვე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ცდილობენ იმ სიახლეებს გვაზიარონ, რაც ამ სფეროში არსებობს, ხო, გამოცდილების სახით, სტანდარტების სახით და ჩვენ შეგვიძლია ეს პირველ წყაროდან ინფორმაციის სახით და უკვე სერტიფიცირებული ტრეინინგის თუ შეხვედრების თუ როსაც გავარკვევთ ამ ფორმატის სახით მივაწოდოთ ჩვენ საჯარო მოხელეებს. მადლობა მინდა ვუთხრა ლელას ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის. ადამიანის უფლებათა სამდივნოს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული, ესე ვთქვათ, აი ამ გუნდის სრულშემადგენლობას ამ ინიციატივისთვის და რა თქმა უნდა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას ამ სიკეთისთვის, ამ ესე ვთქვათ, შესაძლებლობისათვის, რომელიც ეძლევა დღეს ჩვენ საჯარო მოხელეებს. მეთანხმებით, რომ მეც გეთანხმებით უпростоოდ იმაში, რომ ინტერესი მაღალია, მიხედავთ იმ საერთოდ თანაფიქრი გქონდათ, რომ იყო რაღაც ესე ვთქვათ, კონკრეტულ რაოდენობაზე გათვლილი ეს სასერტიფიკატო კურსი, მაინც მოხელეთა რაოდენობა არის მაღალი, რომელიც სურვილს გამოთქვამს, რომ დაესწროს ჩვენს ვებინარს, მაგრამ კარგია, რომ დღევანდელი შეხვედრა ერთგვარი გაცნობითი ხასიათის შეხვედრად არის დაანონსებული და მეტწილად მისცემთ შესაძლებლობას დამსწრე საზოგადოება ჩვენ მოხელეებს, რომ ამ კურსის რელევანტურობა უშუალოდ მათთვის განსაზღვრონ, რამდენად დაესწრებიან შემდგომ მშვიდივე შეხვედრას და რამდენად ასე სერტიფიკატის მიღების მიზნით და ცოდნის მიღების მიზნით ამ ორივე მიზანს ერთობლივად განახორციელებენ და მიაღწევენ. ეს ბუნებრივია მათი გადასაწყვეტია, თუმცა მახარებს ის, რომ ეს შესაძლებლობა ეძლევა ჩვენს საჯარო მოხელეებს და ასე ვთქვათ, მათ შორის საჯარო სამსახურის ბიუროს აქტიურად იქნება ერთ-ერთი ორგანიზაცია, თავისი ერთი წარმომადგენლით მაინც, რომელიც ამ კურსს აუცილებლად გაივლის. აქვე მე მინდა ყურადღება გავამახვილოთ, თქვენის ნებართვით მე რა თქმა უნდა შესავალი სიტყვა მაქვს მხოლოდ, მაგრამ მინდა მაინც ყურადღება გავამახვილოთ, თუ რატომ არის ეს საკითხები მნიშვნელოვანი პროფესიული საჯარო მოხელისათვის. მე გადავხედე თემატიკას, რომელიც ამ შვიდი შეხვედრის ფარგლებში თქვენ უნდა მოგეწოდოთ ცოდნის სახით და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი მათგანი, ну ეხლა თუ ბავშვთა შრომაზე არ გვექნება ამ შემთხვევაში აქცენტი, ანუ უშუალოდ ნახეთ რისი თქვა მინდა ბავშვთა შრომის ნაწილის საინტერესოა მოხელისთვის, იმიტომ რომ ის განსაზღვრავს და აღასრულებს პოლიტიკას ამ სფეროში, მაგრამ უშუალოდ როგორც თვითონ დასაქმებული, რა სიკეთებს და რა ცოდნას მიიღებს ამ სემინარებიდან. აი ამაზე მინდა ყურადღება გავამახვილოთ, იცით თქვენ რომ ჩვენი ახალი კანონი საჯარო სამსახურის შესახებ კონცენტრირებულად შეიცავს, დეტალურად შეიცავს დასაქმებული საჯარო სექტორში დასაქმებული პირების უფლება-მოვალეობების და გარანტიების ჩამონათვალს, მათ შორის სპეციალური თავი ეძღვნება ხო საჯარო მოხელეთა უფლებებს, მოვალეობებს და გარანტიებს. ეს არის მეშვიდე თავი საჯარო სამსახურის შესახებ კანონის. ამ კანონის 56 მუხლზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, რომელიც ასეთი სათაურის მქონია მოხელისათვის უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნა. მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი თემა, რომელიც ალბათონმა ლელამ დაანონსა და ასევე ჩვენს აჯენდაში ვიხილეთ, სწორედ ამ თემებს ეხება, ზოგადად ეხება კერძო სექტორში, საჯარო სექტორში, ზოგადად დასაქმებულისათვის უსაფრთხო და ნორმალური აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნას. ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა ჩვენთვის და აქტუალური იმდენად რამდენადაც
პანდემიის ფონზე ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა საჯარო სექტორი. მათ შორის იმ ნაწილშიც, როდესაც ჩვენ გადავედით დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე და იმისათვის, რომ სახლიდან ოპერირება შეესრულებინა საჯარო მოხელეს, მას დასჭირდა მთელი რიგი, როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ასევე აღჭურვილობა იმისთვის, რომ რეალურად ეშრომა სახლიდან და განახორციელებინა თავისი ჩვეული უფლება-მოვალეობები. აქ ქონდა ჩვენ ნამდვილად ქონდა გამოწვევები, მე ხა კონკრეტი სიტყვისაგან რა თქმა უნდა თავ შევიკავებ, ჩვენ ინდივიდუალურ რეჟიმში ვცდილობდით, რომ ეს გადაწყვეტა პრობლემების რაღაცნაირად ჩვენი მხრიდან შეგვეთავაზებინა საჯარო დაწესებულებებისათვის, ამიტომ ძალიან საინტერესოა, პირადად ჩემთვის საინტერესოა, როგორი სტანდარტი არსებობს, თუნდაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ასე ვთქვათ, პრაქტიკაში და რას შემოგთავაზებენ ისინი, რა ცოდნას, ახალ მიდგომებს შემოგთავაზებენ ამ ნაწილში, რომ ჩვენც უკეთესად მოვემზადოთ მსგავსი პანდემიური სიტუაციების და არა მარტო პანდემიის, ესე ვთქვათ, ესეთი ფორს-მაჟორული სიტუაციების დროს ფუნქცია საჯარო მმართველობის უწყვეტად განხორციელების საშუალებების მეტად კონცენტრირება რომ მოვახდინოთ, ესე ვთქვათ, ამავდროულად შევინარჩუნოთ ის, რომ აუცილებელი სამუშაო პირობები უზრუნველყოთ საჯარო მოხელეებისათვის. ეს ძალიან რთული თემა არის, არ არის მარტივი თემა, საკმაოდ ბევრ გამოწვევებთან არის დაკავშირებული და მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს საკითხი ყურადღების მიღმა არ დარჩება და მეტად უფრო, ესე ვთქვათ, ცოდის გაზიარება მოხდება საერთაშორისო სტანდარტების კუთხითაც ამ ნაწილში. მე თავს არ შეგაწყენ სხვა კუთხით, მე ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო თავად პროფესიული საჯარო მოხელეების უფლებებზე, მათ ასე ვთქვათ, დაცულობაზე, საჯარო სამსახურში შრომის ნაწილში, თუმცა ეს ბუნებრივია, სცილდება ამ შემთხვევაში ჩვენი შეხვედრის ფარგლებს, მაგრამ თუ იქნება სურვილი, იმიტომ რომ ჩვენ აქვე მინდა ლელას და ასევე ჩვენი სტუმრების საყურადღებოდ რომ ჩვენ ცალკე სემინარი მიუძღვენით მიმდინარე წლის განმავლობაში, სადღაც ზაფხულში იყო პროფესიული საჯარო მოხელეების უფლებებს ეძღვნებოდა ერთ-ერთი ფორუმი, სადაც ჩვენ ძალიან დეტალურად განვიხილეთ ეს თემა, თუმცა თუ იქნება ამისი საჭიროება და შემდგომ ამას გადაწყვიტა ქალბატონი ლელა და მისი გუნდი, ჩვენ სიამოვნებით გავიმეორეთ ამ შეხვედრასაც ჩვენი კუთხით და უფრო დეტალურად მოვახდენთ პროფესიული საჯარო მოხელეების შრომითი უფლებების შესახებ დისკუსიის ორგანიზებასაც. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ, ჩვენი იმედი გქონდეთ, მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი პროფესიული საჯარო მოხელეები განწყობილი არიან განვითარებისაკენ, პროფესიული სრულყოფისაკენ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს 7 სემინარი მათთვის ძალიან საინტერესო იქნება და გექნებათ აბსოლუტური დასწრება ჩვენი მხრიდან. დიდი მადლობა და წარმატებები. Thank you, Ms. Cardava. And ქალბატონო ეკა კარდავა და მართლაც ამით მინდა სიტყვა გადავცე ბატონ კინას, ისიც მოგვესალმება ჩვენ. კეთილი, მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა ქალბატონო აკიაშვილი და ქალბატონო კარდავა მწყინვარი შესავალი სიტყვებისათვის, მხარდაჭერისათვის და ვინც არ მიცნობს, მე ვარ კინან ბანაში, ILO-ს მთავარი მრჩეველი ვარ, ILO-ს პროექტისა საქართველოში და ILO-ს სახელით მე მინდა მოგესალმოთ ყველა თქვენ ამ პირველ სესიაზე და როგორც გაიგეთ, სესია ეს არის ვებინარის სერიალების ნაწილი, ბიზნესი და ადამიანის უფლებები და ეს ორგანიზებულია პარტნიორობით ქალბატონი აკიაშვილის ოფისთან ერთად ადამიანის უფლების სამდინო და სამოქალაქო სამეურნეობის ბიურო საქართველოს. როგორც გაიგეთ, ძირითადად ჩვენ ვისაუბრებთ სწორედ თანამშრომლობაზე, ძალიან ძლიერი პარტნიორობის ასოციაციებით, ეს არის საერთაშორისო ტრენინგის ცენტრი ILO-ს, რომელიც მდებარეობს ტურინში. საქართველოს დაიწყო შემუშავა სამოქმედო ეროვნული გეგმა, რომ ხარი დაუჭიროს განხორციელებას გაეროს სახელმწიფო პრინციპებისა, როგორც ძანა ქალბატონ მაკიაშვილმა და აგრეთვე გავაძლიეროთ აღსრულება ფუნდამენტალური ILO-ს კონვენციებისა, რომლებიც მიღებულ იქნა საქართველოს მიერ და ამოცანა ძალიან მნიშვნელოვანია და მისი მთავარი მიზანი არის გაძლიერდეს ძლიერი ბიზნეს პრაქტიკა საქართველოში და სადაც
შეიქმნება ასე ვთქვათ მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილები ყველასათვის და კონვენციის შესაბამისად და გაერო სახელმწიფო პრინციპების შესაბამისად ბიზნესი პასუხისმგებელია რომ უზრუნველყოს რომ აი ეს ოპერაციები სამუშაო არ ასე ვთქვათ არ იქნება გაშესრულებული ადამიანის უფლებების ხარჯზე და რა თქმა უნდა მათი ასე ვთქვათ ბიზნეს ოპერაცია უნდა საქმიანობა უნდა იყოს პასუხისმგებელნი და სწორედ ამაზე იქნება საუბარი და სამწუხაროდ არ არის შესაბამისი განათლება ამასთან დაკავშირებით ან შესაბამისად შეიძლება არ იყოს შესაბამისობის ძლიერი მექანიზმები ქვეყანაში ამ პრინციპებთან თუმცა უკაცრავად ჩვენ ვიყავით მოწმე ძალიან პოზიტიური გაუმჯობესებისა საქართველოში ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით როცა საქმე შეეხება შრომის უსაფრთხოებას განსაკუთრებით ამან ხელი შეუწყო ვთქვათ ოშის წოდებული კონვენციის განხორციელებას, რომელიც მიღებულ იქნა 2019 წელს და ფაქტურად რამოდენიმე თვის წინ, ასე ვთქვათ, რეფორმის შედეგად ახალი შრომის კოდექსი და მე რა თქმა უნდა ეს კანონი ძალზე მნიშვნელოვანია და გარკვეულწილად ის შეცვლის პრაქტიკას, რომელიც არსებობს შრომის ბაზარზე. თუ აი გავივლით ამ ვებინერებს და დღის წესრიგს ნახავ თუ რა არის ეს სახელმწიფო პრინციპები და საერთაშორისო შრომის სტანდარტები რას ნიშნავს რომ გქონდეთ პასუხისმგებლიანი ბიზნესი ჩვენ ხშირად ფაქტურად აი რო საუბრობთ პასუხისმგებლიანი ბიზნესი და ხშირ შემთხვევაში აქ საუბრობია რომ მარტო იგულისხმება გარემოს ასე ვთქვა გარემო ბიზნეს ეთიკა მაგრამ ჩვენ ვეცდებით რომ უფრო დეტალურად გავიაროთ ეს საკითხი და ახსნათ თუ რას ნიშნავს ყოველივე ეს და აგრეთვე ჩვენ განსაზღვრავთ კაფეოთ თუ რა არის ILO-ს განმარტება ღირსეული სამუშაო ადგილი ტერმინოლოგია რომელსაც უკვე აწლეულების განმავლობაში ასე ვთქვათ იყენებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და ჩვენ ვამოყობთ და რომ საქართველოში ბევრი ჩვენთაგანი ფუნდამენტალური პრინციპები უკვე განხორციელდა ან არის განხორციელების ეტაპზე ჩვენ ვიმედოვნებთ რომ აი სერია ვებინარებისა შეეხება ძალზე მნიშვნელოვან საკითხს როგორც არის ბიზნეს და ადამიანების ასე ვთქვათ საკითხების საქართველოში და ხელს შეუწყობს ILO-ს კონვენციის აღსრულებას სწორედ ბიზნესის და ადამიანების დაცვის უფლებების დაცვის საკითხებში და აგრეთვე როცა საუბარია მდგრად განვითარებაზე და ღირსეული სამუშაო ადგილი. ეხლა მე არ მინდა რომ უფრო დეტალებში შევიდე ამაზე და რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება ამ თემაზე უფრო დეტალური საუბარი მე გისურვებ წარმატებულ ასე ვთქვათ ლექციას და კარგ დისკუსიებს და როგორც ქალბატონმა აკეაშვილმა ბრძანა ILO იქნება ბედნიერი და მოხარული რომ ვინც მონაწილეობას მიიღებს რომ ყველას გადასცეს შესაბამისი სერტიფიკატი და ჩვენ აგრეთვე ვიქნებით მოხარული რომ გავაგრძელოთ თანამშრომლობა ბიუროსთან, სამოქალაქო სამსახურის ბიუროსთან, ისევე როგორც ადამიანის უფლებების სამდივნოსთან. დიდი მადლობა და გისურვებ წარმატებულ სესიას. დიდი მადლობა ბატონო კინ, დიდი მადლობა ქალბატონო აკეაშვილო, დიდი მადლობა ქალბატონო ქარდავა და უკვე ხამე სანამ ჩვენ გავაგრძელებდეთ ამ კურსზე უკვე რეალურად თემაზე გადავიდოდეთ მე ვფიქრობ რომ კარგი მოსაზრება იქნება რომ ასე ვთქვათ გადავიღოთ სურათი ყველამ ხო ჯგუფური სურათი რომ ყველანი აქ ავართ ნუ აქ არიან ადამიანის უფლების ჩემპიონები აქ არიან თუ შეიძლება კამერა ჩართეთ ყველამ და ჩვენ ვეცდებით რომ ყველა ერთ ასე ვთქვათ ჩარჩოში მოვაქციოთ არ ვიცი რამდენად გააკეთებ თუ შეიძლება ესა ყველა რომ კი როგორ არ შეგვიძლია ერთი წოდება ეს შერინგი ერთ წუთს მოხსენით რომ არ იყოს გამოტანილი ქართული ისიც მოხსენით თუ ისეთ ქართული ვერსია ქალბატონო თაკო კარგია ეს კარგია 63 მონაწილეა თითქოს და მაგრამ აქ ვიდეო რამდენს აქვს ჩართული იცით რა ვერაფრით ვერ ვთავ ვიდეოს და თუ დამეხმარებით well she can
როცა მე ვცდილობდი ვიდეოს ჩართოს, რომ ჰოსტმა შეწყვიტა ვიდეოს ისა, რა ქვია, ანუ ვერ აი თავე სხვაებიც წერენ, რომ ვერ რთავენ ვიდეოს. სხვებს ხო რაღაც ტექნიკური ისაა, დიახ. თითქმის ყველა წერს, რა უნდა გავაკეთოთ მაშინ? მაშინ რამოდენიმე სურათს გავაკეთებთ, რომ You can start your video because არა გვაქვს ამდენის ჩართვის უფლება. მე ამას მიწევს. Okay, this is side by side. Okay, I will try to do. Yeah. I have. Okay, I will do one. All right. ერთი წუთი ვეცდები, ერთი. ხო, ყველას გვიწერს ერთი და იგივეს, რომ ვიდეოს ვერ ჩავთავთ. თავარ მაგამო. Does it work? Yeah, okay. Okay. Just 2 seconds. Okay, I'm taking photographs as I go along. ვცდილობ, მაგრამ არ გამოსდის. ეხ, ჩემთან ჩაირთო, ბორჯომი ჩაირთო. Start videos, but not your microphone. ვიდეოს კიჩ, მაგრამ მიკროფონი გამორთეთ, ძალიან გთხოვთ, ვინც არ საუბრობთ, ვიდეო რო გამორთეთ, ხმაურია დიდი. რეალური. Yes, Patricia? ანუ ირთვება, ნელ-ნელა ირთვება. ხო, რაღაც ყველას ვერ თავს ქალბატონი, ცდილობს, მაგრამ არ გამოდის. კიდევ ერთხელ ვეცდები. Okay. I've done quite a few photographs. Okay. ნუ რამოდენიმე სურათი, მე მგონი ნაწილ-ნაწილი გადაუღო ყველას ვინც იყოს. ნუ ნახოთ, აი ტექნოლოგია კიდევ რის საშუალებას მოგცემს, არ ვიცი. სანამ სრული კოლაფსი იქნება. მადლობა ყველას, მადლობა და გავაგრძელოთ არა ჩვენი მუშაობა. და ანუ პრეზენტაცია შეგიძლიათ ქართულ ენაზეც და რა არის ამ კურსის ობიექტი, მიზნები, ამოცანები და როგორც უკვე ითქვა, შესავალ სიტყვაში, მისალმე სიტყვაში ფაქტურად უნდა განვიხილოთ ეს კურსი უფრო ფართო ჩარჩოში, ადამიანის უფლებები და ბიზნესი. და 20-21 იქნება სპეციალური განსაკუთრებული წელიწადი დიდის ალბათობით, როგორც თქვეს უკვე მოხსენებლებმა, ეს იქნება სახელმწიფო პრინციპების მიღების გაეროს, ასე ვთქვათ, იქნება საიუბილეო წელი და შესაბამისად თქვენს ქვეყანაში არის სამოქმედო გეგმა და ეს გარკვეულად ასახვა იმ აღებული ვალდებულებებისა, რომელიც აიღო საქართველოს მთავრობამ, რომ აი ამ ჩარჩოს სახელმწიფო პრინციპებით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელება მოხდეს თქვენი ქვეყნის მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში, ბიზნესის სფეროში და უზრუნველყოს ეფექტური ხელმისაწვდომობა, ასე ვთქვათ, შესაბამისი ინსტრუმენტებისადმი. ეს რა თქმა უნდა საკმაოდ ფართო კონტექსტუალური საკითხი და იმედია, რომ თუ თქვენ მონაწილეობას ვებინარის ყველა სემინარში და უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებთ აი ამ ჩარჩო, ასე ვთქვათ, სამოქმედო პრინციპების შესახებ, როგორია სიტუაცია საქართველოში და აგრეთვე, რა თქმა უნდა, შრომის ბაზის განზომილებაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, ამ თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, უფრო მეტს გაიგებთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებთან დაკავშირებით და მთლიანობაში ალბათ 12 საათი იქნება ვებინარ სესიებისა, რომელიც გაყოფილია შემდეგნაირად. ეს არის, რა თქმა უნდა, პირველი კვირა, პირველი ვებინარი და მას შემდგომ იქნება, ასე ვთქვათ, ახალი წლის დღესასწაულები და მეორე ღონისძიება იქნება 20 იანვარს 2020 წლიდან ვისაუბრებ ბავშვთა შრომაზე და იძულების შრომაზე. შემდგომ იქნება, ასე ვთქვათ, პროფესიულ უსაფრთხოება სამუშაო ადგილებზე, იქნება დისკრიმინაციის აკრძალვა, საჩივრების მექანიზმები, ქალების ეკონომიკური გაძლიერება და შემდგომ თავშეყრის ასოცირების თავისუფლება და კოლექტიური ხელშეკრულება. იდეა თითოეული ვებინარ სესიისა იქნება ის, რომ
ასე ვთქვათ, წარმოაჩინოთ გლობალური პერსპექტივა გარკვეულწილად, რას როგორ ხედავს ამას შრომის ორგანიზაციის სტანდარტები და თითოეული სესიის ფარგლებში იქნება იდენტიფიცირება ჩვენს ქართველ კოლეგებთან ერთად, ანუ აი რომლებიც არიან, ასე ვთქვათ, წამყვანი პირები თითოეულ ამ თემასთან დაკავშირებით, როგორც არის ვთქვათ, ეგრეთ წოდებული შრომის საფრთხეების საკითხები, ექსპერტები, ჩვენ დავუპატიჟებთ, ასე ვთქვათ, ექსპერტებს, რომლებიც ისაუბრებენ ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა თემებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, იქნება საუბარი თუ რა წვლილი შეაქვს ამ პროცესში შრომის ორგანიზაციას და რა თქმა უნდა, ადგილობრივ ორგანოებს. როგორც გითხარით, ყველა ეს მასალა იქნება ხელმისაწვდომი ონლაინ რეჟიმში და ჩვენ გვინდა რომ მოგიწოდოთ რომ მონაწილეობა მიიღოთ ვებინარში, შესაბამისად დისკუსიებში, ეს არის ასე ვთქვათ, კამპუსი, ანუ ელექტრონული საინფორმაციო ასე ვთქვათ, წყარო, თქვენ იცით რომ ეს არის ჩვენი ციფრული ასე ვთქვათ, შესწავლის პლატფორმა, სადაც ნახავთ ბევრ წყაროს ინფორმაციას და აი აქ არის აგრეთვე ნათარგმნი ქართულ ენაზე, ეს არის დეკლარაციები და რომელზეც იქნება და იყო გარკვეულწილად ნახსენები, ვიმეორებ ეს არის ქართულ ენაზე სახელმძღვანელო პრინციპები ითარგმნა. აგრეთვე უფრო მეტ ინფორმაცია იქნება პრაქტიკული ინსტრუმენტები სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ ამ ვებინარის სერიალის ფარგლებში. აგრეთვე იქნება სერტიფიკატი გააცემული მონაწილეობის სერტიფიკაცია, რომელსაც გადავცემთ მონაწილეებისათვის, რომლებიც მუდმივად მონაწილეობდნენ ამ სემინარებში და ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენ პოლიციის იმას თვალს კი არ ვაწესებთ, მონაწილეობ თუ არა. ჩვენ ყველაზე დასრული ადამიანები ვართ და ყველა პასუხისმგებელი ვართ საკუთარ ასე ვთქვათ ცევაზე, მაგრამ გარკვეულწილად მონიტორინგი მონაწილეობაზე იქნება, ვინ ესწრება, ვინ არ ესწრება. ვიმეორებ, ეს იმისათვის, რომ გარკვეულწილად რომ მივიღოთ ეს სერტიფიკატი რაღაც ძალისხმევის გაწევა, რა თქმა უნდა, მოგვიწევს და ვებინარის სერიალების დასრულების შემდგომ იქნება სწორედ გადაცემა, ალბათ გარკვეულწილად აი ბოლო ვებინარის დასრულების შემდგომ თებერვალში. და შესაბამისად მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი. კეთილი. ეხლა მოდით გადავიდეთ ძირითად თემაზე დღევანდელი დღის და მე მინდა მივესალმოთ ჩვენს კოლეგას, ბრწყინვალე კოლეგას ქალბატონ ემილის, რომელიც ჩვენთან ერთადაა და ეხლა თქვენ თვითონ გამოვიტანთ თქვენ სლაიდებს. დიდი მადლობა. მოგესალმებით ყველას და ჩემთვის დიდი პატივია და კარგი იქნებოდა რომ უშუალოდ შევხვედროდით ფიზიკურად. და ძალზე სასიამოვნო იქნებოდა უშუალოდ თქვენთან საუბარი. And the country is beautiful. Okay. Is that better? Now it's better. Yeah. Yes, please. Yes, very good. No. Again, if you have problems with the interpretation here. No, ახმარ მოდიოდა თარჯიმანთან და ძალიან ცუდი. ნებისმიერ შემთხვევაში მე მინდა წარმოგიდგენოთ საკუთარი თავი, ვინც არ მიცნობს და ზოგიერთი თქვენთაგან შეიძლება შეხვედრი ვარ. ორიოდე სიტყვა ჩემს შესახებ. მე ვქვია ემილი სიმსი და მე ვარ მენეჯერი ILO-ს, ასე ვთქვათ, შრომის სტანდარტებში მომუშავე ცენტრში და მე ძირითადად ვისაუბრებ, ასე ვთქვათ, სხვა ინიციატივებზე, პროფკავშირების და მთავრობის ურთიერთობებზე და თუ შრომის სტანდარტები ფაქტურად არის უნდა იყოს სახელმწიფო პრინციპები, ასე ვთქვათ, და როგორ უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, აღსრულება შრომის სტანდარტებისა რეალურ, ასე ვთქვათ, ბიზნეს გარემოში და დაეხმაროს ქვეყნებს, რომ დაენერგოს ეს პრინციპები, რომ დაეხმაროს მათ თავიანთ, ასე ვთქვათ, საქმიანობაში, საკუთარ პრაქტიკაში და რომ იყვნენ უკეთესი, ასე ვთქვათ, მმართველები და უკეთესი ურთიერთობები, შრომითი ურთიერთობები და ძირითადად ვისაუბრებ სწორედ რა არის საერთაშორისო შრომის სტანდარტები,
და მათი წარმომავლობა რა არის და რატომ არიან ისინი ამდენად მნიშვნელოვანი. კეთილი. თქვენ ალბათ იცით ზოგიერთი გაიცნო ამ პრეზენტაციას, რომ საერთო ორგანიზაცია, ანუ როგორ იშიფრება ILO, ის დაარსდა 1919 წელს ვერსალის ხელშეკრულებით, ასე ვთქვათ, ეს ყოველპირველი მსოფლიო ომის შემდგომ და ეს გაერთიანების ორგანიზაციის სპეციალური სააგენტოა და ეს არის სხვა სპეციალიზებული უწყებები, როგორც იცით, გაეროში და არა მარტო საერთო ორგანიზაცია. ჩვენ 187 წევრი ქვეყანა და მთლიანობაში 200-ზე მეტი, ანუ თითქმის, ასე ვთქვათ, სრული წევრობა გაეროს წევრებისა და ჩვენი ამოცანა გახლავს სოციალური სამართლის ხელშეწყობა. ღირსეული შრომის დღის წესრიგის მეშვეობით, ანუ უფრო მაღალი ხარისხის და ღირსეული სამუშაო ადგილები და ამას ვაკეთებთ ჩვენ სწორედ სამუშაოებლების რეალიზებით, დასაქმების ხელშეწყობა და სოციალური დაცვის გაუმჯობესება და სოციალური დიალოგის ახალისება და გაძლიერება. და მე მინდა ეს არის სურათი მინდა პირველი კონფერენციისა ILO-ში, შრომის საერთო ორგანიზაციისა. ფაქტურად ხედავთ, ანუ ფაქტურად სულ მამაკაცები არიან, არც ერთი ქალბატონი არ არის, ფაქტურად იყო ქალბატონი, თუმცა ერთი ქალბატონია მარტო, და ის უშუალოდ მონაწილეობდა ამ ღონისძიებაში, პირველ ღონისძიებაში და რა თქმა უნდა, 1919 წელს რაღაც გენდერულ ბალანსზე საუბარი ზედმეტი იყო. პირველი კითხვა, რომელიც მინდა რომ დავსვა და გარკვეულწილად დისკუსიის სახე, ასე ვთქვათ, მიეცეს მას და არა მარტო იყოს მონოლოგი. პირველი კითხვა, ფაქტურად, რომელი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული 1919 წელს, აი პირველ ხდომაზე, ILO-ს დაარსებისას. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები. არ ვიცი, შეიძლება chat-box-ში მოიწეროთ. არ ვიცი, ან ინგლისურად, ან ქართულად და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც განეხილებოდა 1919 წელს. იძულებითი შრომა შესაძლოა. შრომის უფლებები, ან შრომითი უფლებები, დიახ, მაგრამ იყო უფრო კონკრეტული, რა თქმა უნდა, შრომასთან დაკავშირებული საკითხები. Labor rights? აბა, მოსაზრებები. Minimum wages? მინიმალური ხელფასი. Okay, well let's take a კეთილი, მოდით ახლა შევხედოთ. და იყო სამუშაო პირობები ინდუსტრიაში, ანუ მრეწველობაში. ეს პირველი მსოფლიო ომის შემდგომ იყო, და არ გამოდეს. და ჯარისკაცები მსოფლიო ომის შემდგომ, ასე ვთქვათ, ბრუნდებოდნენ ქვეყანაში და სწორედ მათი დასაქმება იყო, ასე ვთქვათ, პრიორიტეტი. და 1919 წელს ყველა მამაკაცი ფაქტურად შეთანხმდა, რომ ძალზე მნიშვნელოვანი იყო, ასე ვთქვათ, სწორედ ქალთა უფლებები, ასე ვთქვათ, შრომის უფლებები, დედობის დაცვა, უმუშევრობა, სამუშაო საათები წარმოებაში, ანუ ინდუსტრიაში, ღამის, ასე ვთქვათ, სვლაში მუშაობა, ღამის სამუშაო ქალებისა და ახალგაზრდებისა მიერ, აგრეთვე მინიმალური ასაკი ინდუსტრიაში.
ასე ვთქვათ, სამუშაოდ. და ну ეს გარკვეულწილად კავშირშია ბავშვთა შრომასთან და შესაძლოა ბუნებრივია ეს ასე ვთქვათ რელევანტური ყოფილი იყოს ასე ვთქვათ საქართველოში ქართულ კომპანიებისათვის რა თქმა უნდა სამუშაო ასე ვთქვათ საათები და მათ შორის ასაკი ასე ვთქვათ მინimum ასაკი ინდუსტრიაში ну რა თქმა უნდა დედობის დაცვა აქაც ძალიან ბევრი გამოწვევა ისე რა თქმა უნდა დასაქმება იყო და ალბათ დარჩება კაი ხანი გამოწვევა ну და მინიმალური ასაკი როგორც გითხარით რა თქმა უნდა ესეც არის გამოწვევა მთელ რიგ ქვეყანაში ну ფაქტურად აი ეს იყო ყველაზე უფრო მწვევი კითხვები მაშინ და გარკვეულწილად რჩება ნაწილობრივ დღესაც ამ შემთხვევაში რა ისმის კითხვა რა შეგვჭირდება საერთაშორისო სტანდარტები შრომის სტანდარტები რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა რომ გაუმჯობესდეს შრომელთა საცხოვრებელი და სამუშაო პირობები აგრეთვე საწარმოთა ზრდისთვის ხელშეწყობა და ზოგადად ეკონომიკური განვითარება რა თქმა უნდა გათანაბრული პირობები საერთაშორისო კონკურენციისათვის და ამაზეც ვისაუბრებთ მე რა თქმა უნდა უფრო დეტალურად მოგვიანებით გავშლი უბრალოდ ამ საკითხს და რა თქმა უნდა რათა მოხდეს კონსოლიდაცია სოციალური მშვიდობის ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი საკითხებია რა თქმა უნდა და როცა საუბარია სტანდარტებს შრომის საერთაშორისო სტანდარტებს უპირველეს ყოვლისა რა სახითაა ეს არის კონვენციები ეს არის რეალურად ხელშეკრულება სახელმწიფოებს შორის და მათ უნდა მოაწერონ ხელი რა თქმა უნდა თუ ეთანხმებიან მის დებულებებს და სახელმწიფოებს ასე ვთქვათ კონვენციების რატიფიცირება სჭირდება რა თქმა უნდა შესაბამისად უნდა იყოს გავლილი სპეციალური პროცედურები როდესაც მათი წარმომადგენლობითი ორგანო უმრავლეს შემთხვევაში პარლამენტი ფაქტურად და განიხილავს ამას და შემდგომ მოახდენს მის კონვენცია ასე ვთქვათ რატიფიცირებას არა ну როცა საერთო ხელშეკრულება რომზე ღია რატიფიცირებისათვის როგორც ხარი წევრი ქვეყნების მიერ და ამის შემდგომ ის იძენს რატიფიკაციის შემდგომ სავალდებულო იურიდიულ ძალას იურიდიულ ვალდებულებას და რა თქმა უნდა შესაბამისად ის უნდა იყოს განხორციელებული და ასახული როგორც კანონში არამედ პრაქტიკაში და ქვეყნის სხვა კანონმდებლობაში და აგრეთვე ძალმშოვანი ასე ვთქვათ ესე იგი რომ მოხდეს რატიფიცირებს არ შემთხვევაში შეიძლება გახდეს ინსპირაციის ანუ შთაგონების წყარო ну რეკომენდაციები როგორც გითხარით და ეგრეთ წოდებული პროტოკოლები შეიძლება არ მოხდეს მათი რატიფიცირება, მაგრამ იყოს შთაგონების, ეგრეთ წოდებული ინსპირაციის, ასე ვთქვათ, წყარო. ბევრ ქვეყანას შეიძლება არ ქონდეს კონვენცია რატიფიცირებული, მაგრამ გარკვეულწილად ხდებოდეს მისი ასახვა კანონმდებლობაში, ამ ქვეყნის კანონმდებლობაში გარდა არის შთაგონების წყარო. და რა თქმა უნდა, არის სამი ტიპის, ასე ვთქვათ, კონვენციები და მე ამაზე შემდგომ ვისაუბრებ, არის ფუნდამენტალური ასე ვთქვათ, თანამედროვე და ტექნიკური კონვენციები. აგრეთვე რეკომენდაციები არ არის, ასე ვთქვათ, ღია რატიფიცირებისათვის. ეს არის უბრალოდ სახელმძღვანელო პრინციპები და ფაქტურად შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, დამატებითი, ასე ვთქვათ, რეკომენდაციები და ანუ ეს რაღაც დამატებითი კონტენტი, დამატებითი საკითხები რომ შესაძლოა ასე ვთქვათ კონვენციის სახე ვერ მიიღო მან, მაგრამ აგრეთვე საუბრობებმა აღიარეს მისი მნიშვნელობა, თუმცა ხელშეკრულების ფორმაში არ ასე ვთქვათ გადაიზარდა. არის აგრეთვე სხვა რეკომენდაციები, რომლებიც ფაქტურად რომ შეიძლება დანართული იყოს კონვენციაზე ან დამოუკიდებლად არსებობდეს. ანუ არის ფორმალური, არაფორმალური რეკომენდაციები არის ეგრეთ წოდებული პროტოკოლები. პროტოკოლები ეს გახლავთ, აი თქვა ინსტრუმენტები, რომ წინა კონვენციის ნაწილობრივი გადასიჯვა ან შესწორებები ხდება. ფაქტურად ხდება ეგრეთ წოდებული აპდეიტი კონვენციებისა. ზოგჯერ კონვენცია შეიძლება შეიცვალოს ფაქტურად
ახალი კონვენციით იმავე თემაზე და ძველი კონვენცია ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში უკვე კარგავს ძალად მაგრამ როცა კონფერენცია ამბობს რომ კონვენცია კარგია მაგრამ რაღაცა ახალი ხდება სოფლიოში და რაღაცა უნდა შეიცვალოს და ჩვენ მივიღებთ ასე ვთქვათ გადაწყვეტილება რომ განახლდეს ის რაღაც შესწორებები შევიდეს უკვე არსებულ კონვენციაში სულ სხვა კონვენცია იქნეს მიღებული და რა თქმა უნდა ამდენად შოვანე თუ რამდენად ფაქტობრივად რელევანტურია ეს კონვენციები არის ძალზე მნიშვნელოვანი კონვენცია მაგალითად იზოლების შრომის შესახებ ასე ვთქვათ როცა მიღებულ იქნა შესაძლებლობების ანგარიში და პრინციპები და ამ შეიძლება წინა კონვენციაში რაღაცა იყოს ნაკლოვანებები, რაღაცა ვერ დაფარა და აუცილებელი იყოს მისი განახლება. ანუ როცა საუბარია შრომის საერთაშორისო სტანდარტებს. უპირველეს ყოვლისა, როგორც გითხარით, ისინი არიან უნივერსალური. არის ზოგიერთი უნივერსალური კონვენცია, რომელსაც ყველა მოაწერა ხელი და ზოგადად, რა თქმა უნდა, სანამ კონვენცია იქნებოდეს მიღებული, ბევრი წინას არის სამუშაოები, ასე ვთქვათ, ხორციელდება მრავალი რაუნდია შეხვედრებისა, რა თქმა უნდა, სახელმწიფო წარმომადგენლების მიერ და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა დასვან გარკვეული კითხვები ამასთან დაკავშირებით და შემდგომ ხდება მსჯელობა კონფერენციაზე და შესაძლოა ამ კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნეს ასე ვთქვათ ანგარიში წინასწარ ჩატარებული სამუშაოებისა და რა თქმა უნდა ყველა წევრ სახელმწიფოს აქვს საშუალება აი ამ პროექტთან დაკავშირებით გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები და რა თქმა უნდა ისინი მონაწილეობას ღებულობენ დისკუსიებში შესაბამისი ინსტრუმენტების შემუშავებაში და ვიმეორებ ყველა 187 წევრი სახელმწიფო მონაწილეობს ყველა ეტაპზე. შესაძლოა ყველა ერთიანაირი აქტიურობით რა თქმა უნდა არ მონაწილეობდეს, მაგრამ მათ ამის საშუალება აქვთ. და არის სხვადასხვა ინსტრუმენტები, არის ეგრეთ წოდებული სამხრივი, ასე ვთქვათ, თანამშრომლობის ინსტრუმენტები, როცა 187 წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები არიან. ასე ვთქვათ, ორი არის სამთავრობო წარმომადგენლები, ერთი მშრომელთა ორგანიზაციის წარმომადგენლები და ერთი დამსაქმებელთა ორგანიზაცია. და ყველა მათგანს აქვს, ასე ვთქვათ, თანაბარი ხმა და მათ აქვთ მონაწილეობა უფლება ხმის მიცემის პროცედურებში. რა თქმა უნდა, ვიმეორებ, მაგრამ მთავრობის წარმომადგენლებს, როგორც გითხარით, დამსაქმებლების და დასაქმებულების წარმომადგენლებს. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება გახლავთ ის, რომ საერთაშორისო შრომის სტანდარტები ეს არის მინიმალური სტანდარტები. რა თქმა უნდა, სტანდარტები, რომელიც სავალდებულოა ყველას მიერ აღსასრულებლად, რა თქმა უნდა, ვინც მას მისცა ხმა და რა თქმა უნდა, ეს არის მიღწევადი და შესრულებელი. და ეს არის, ვიმეორებ, დაბალი სტანდარტები. და ანუ ეს არის მინიმალური სტანდარტები და რა თქმა უნდა გათვალისწინებულია ქვეყნის განვითარების დონე, რა რესურსები არის მისთვის ხელმისაწვდომი და უნდა განავრცონ ისინი ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად. და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა, რა თქმა უნდა, ეცადოს, რომ აი მინიმალური ზღვარის ზემოთ, ვთქვათ, გააგრძელოს, ანუ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტებით განახორციელოს კონვენციით მოცემული, ასე ვთქვათ, ვალდებულებები. და ისევ გამორდება, ეს არის მინიმალური, ასე ვთქვათ, სტანდარტები და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მიდგომა არის, ასე ვთქვათ, საკმაოდ მოქნილი. მის აღსრულებასთან დაკავშირებით არის სხვადასხვა ოფციები, ანუ თვითონ ინსტრუმენტები არ არის ძალიან ხისტი. მაქსიმალურად ცდილობენ რომ იყოს მოქნილი, ასე ვთქვათ, მარტივ იყოს აღსრულებლად და შესაძლოა გარკვეულწილად აი
შეუსრულებელი იყოს ამ ეტაპზე, მაგრამ უნდა არსებობდეს ამ ასე ვთქვათ მიზნების მიღწევის სამოქმედო გეგმა და მიზნად უნდა დაისახოს მთავრობამ. შესაძლოა მას არ შეძლოს ამის გაკეთება ამ კონკრეტულ ეტაპზე. ეს შეეხება ყველა ქვეყანას, საქართველოს იქნება ინდოეთი, ჩინეთი. რა თქმა უნდა იყოს ყოველთვის ცდელობა და მისწრაფება იმისაკენ, რომ იქნეს მიღწეული ყველა სფეროში თუნდაც ეს მინიმალური ასე ვთქვათ სტანდარტები და ისმის კითხვა როგორ იქნეს მიღწეული ეს პრინციპები. და ვისაუბრეთ ჩვენ ფუნდამენტურ კონვენციებზე, უბრალოდ ვახსენეთ რა არის შრომის საერთაშორისო ფუნდამენტური კონვენციები. ისინი ძალიან მნიშვნელოვანია და არის სხვა სფეროები, 4 არეალი ფუნდამენტური კონვენციები, სადაც იქნა მიღებული პაქტია. ეს არის ასე ვთქვათ სწორედ იძულებითი შრომა, ასე ვთქვათ ასოციაციის თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკება, არა დისკრიმინაცია, ბავშვთა შრომის და ყველაზე უარესი ფორმების შესახებ და როგორც გითხარით, ორი არის აგრეთვე ასოციაციის თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკებები. სწორედ ეს კონვენციები მიჩნეულია სწორედ ფუნდამენტალურ უფლებებად, ფუნდამენტურ კონვენციებად. ფაქტურად ის არის უფლებები. ანუ ფაქტურად, როცა საუბარია ბავშვთა შრომაზე, არა? ან იძულებით შრომაზე. ფაქტურად. შესაძლოა, ეცით რა, ეს უშუალო კავშირში არ იყოს შრომის უსაფრთხოების საკითხებზე, ასე ვთქვათ, ან არ იყოს მჭადრ, ასე ვთქვათ, კავშირში, მაგრამ როცა საუბარია სწორედ ბავშვთა შრომაზე ან იძულებით შრომაზე, ეს არის აბსოლუტურად აკრძალავი, ასე ვთქვათ, კონვენციები, რომ არ აღმოჩნდეს არც ერთი ადამიანი იძულებითი შრომის პირობებში და რომ არანაირად არ იქნეს დაშვებული ბავშვთა შრომა. იგივე არის უნივერსალური თავის სახით, როცა არის თქვა დისკრიმინაცია, რომ არ მოხდეს დისკრიმინაცია სქესის, რელიგიური წამსის, ასე ვთქვათ, საფუძველზე. და აგრეთვე როცა საუბარია, ასე ვთქვათ, ხელფასზე, ანაზღაურებაზე, ანუ დისკრიმინაცია ეს მიუღებლობა. და თუ მოხდა რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია, ასე ვთქვათ, ნებისმიერ აი ამას ვთქვათ, გარემოების გათვალისწინებით ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. და როცა საუბარია ბავშვთა შრომა, ანუ ვთქვათ, ადამიანს არ აქვს, ასე ვთქვათ, არ არის მზად, არ არის საკმაოდ მომწიფებული შრომისათვის, მაგრამ სხვა არჩევანს არ უტოვებენ, ასე ვთქვათ, და ხშირ შემთხვევაში ეს ბავშვთა შრომა იღებს გარკვეულწილად ფორმას იძულებითი შრომისა და სწორედ რომ ბავშვები არიან სწორედ ყველაზე უფრო მოწყვლადი ჯგუფი და ეს არის ძალიან სერიოზული გამწვავ პრობლემა მთელი საზოგადოებისათვის. და როცა საუბარია ასოციაციის თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკებები, სწორედ ეს გახლავს სწორედ ფუნდამენტური კონვენციები. რამე თუ უზრუნველყოფს სწორედ ორგანიზებულ მუშაობას და უზრუნველყოფილას ვთქვათ ჰარმონიულ საქმიანობას დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის და ეს დაეხმარება სწორედ ასეთი ურთიერთობა ეხმარება დამსაქმებლებს, რომ გაწერილი იყოს მისი უფლებები, შემცირდეს სამუშაო საათები, უფრო ადეკვატური იყოს, ასე ვთქვათ, სახელმწიფო განაკვეთი და სწორედ ამიტომ მიიჩნევა ეს როგორც ფუნდამენტალურ, ასე ვთქვათ, უფლებად. და ეს არის მე ვიტყოდი წინაპირობა, პრერეკვიზიტი ყველა სხვა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ახლა ერთი რამე კითხვები ხო არ არის? თუ არა და ესა რა ქვია? არ მოგერიდოთ, ჩაერთოთ და თუ ასე ვთქვათ შემოწყვეტენ. დიახ, კი არა გვეს. და აგრეთვე მე მინდა არის ერთი კომენტარი ინგლისურად. იქნებ ქალბატონმა თაკომ. თაკო, გესმით თქვენ? კი, აქა ვარ. რამე სხვა კომენტარები ხო არ გამომრჩა რაიმე კომენტარი. ანუ რა ტიპის რეკომენდაციები, ასე ვთქვათ, არის პანდემიის დროს? ეს არ ვიცი, კითხვა თუ რას, რა ტიპის რეკომენდაციებს აგრეთვე რას აკეთებს მთავრობა იმ შემთხვევაში, თუ მშობლები აიძულებენ ბავშვებს, რომ ქუჩაში გავიდნენ და იმათხოვრონ? ეს იყო კითხვა. პირველი კითხვა, რაც შეხება ჩვენ გვაქვს
ILO-ს ასე ვთქვათ home გვერდზე არის კითხვა პასუხების ასე ვთქვათ სექცია და პოლიტიკა რომელიც შეეხება COVID-19-ს და იქ არის სხვა ინსტრუმენტები და ასე ვთქვათ მეთოდები რომელიც შემუშავებული იქნა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ კონკრეტულად ასე ვთქვათ ამ პერიოდისათვის ცალკეული სექტორების მიხედვით შრომის უსაფრთხოება აგრეთვე მაღალი რისკის ასე ვთქვათ გარემოში მუშაობისა როგორ უნდა იყოს დაცული ანუ სხვადასხვა სფეროა სხვადასხვა საკითხებია როცა საუბარია სოციალურად პასუხისმგებლიან ქმედებებზე და აგრეთვე და იცით რომ ძალიან ბევრი ბიზნესია რომელსაც რეალურად კოლაფსი ჩამოიშალა სწორედ აი ამ სიტუაციაში და არის მათ მირჩევები და სხვადასხვა ინსტრუმენტები რომელიც შეიძლება იქნეს გამოყენებული ანუ რომელიც შეამსუბუქებს ამ სიტუაციას არ ვიცი ხარ რამდენად ხელმისაწვდომია ეს ქართულ ენაზე და შესაძლოა თქვენ ის ნახოთ ინგლისურად საინტერესო იქნება ძალიან შესაძლოა სასარგებლო იყოს ასე ვთქვათ შესაძლოა მოგვიანებით შესაძლებელი იყოს მისი თარგმნა თუ რელევანტურად მიიჩნევენ რომ ასე ვთქვათ ეს ინსტრუმენტები ILO-ს ინსტრუმენტები COVID-19-ის პანდემიის პირობებში იყოს ნათარგმნი ან იქნება ნათარგმნი მეორე კითხვა იმასთან დაკავშირებით თუ როდესაც მშობლები არიან სწორედ ისინი ვინც აიძულებენ ბავშვებს და სამწუხაროდ ეს ასე ხდება ხშირად სწორედ რომ ბავშვებს არ დაყავს სკოლაში ასე ვთქვათ აიძულებენ ასე ვთქვათ ქუჩაში იმათხოვრონ ეს მართლა ძალიან დიდი გამოწვევაა რეალურად ფაქტურად იმიტომ რომ სინა რა თქმა უნდა ეს გაუმართლებელია თუმცა ცდილობენ ამას რითი რაღაცით გაამართლო და ძალიან მშვენია ამ შემთხვევაში აქტიური როლი მთავრობისა რომ ფაქტობრივად სხვა უწყებებმა გამოავლინონ ასე ვთქვათ ესეთ შემთხვევები რომ უზრუნველყო რომ ბავშვი წავიდეს ყოველი ბავშვი ასე ვთქვათ იყოს სკოლაში ну რა თქმა უნდა არის მთელი პროგრამები რომელიც შემუშავებული იქნა როდესაც საუბარია ბავშვთა შრომაზე და როდესაც თავი წყარო ასე ვთქვათ ამ ბავშვთა შრომისა იძულებისა გახლავთ სწორედ მშობლები და არის ასე ვთქვათ გარკვეული პროგრამები ასე ვთქვათ სხვა ქვეყანაში და და რა თქმა უნდა ისინი სხვადასხვა მეთოდებით უზრუნველყოფენ იმას ასე ვთქვათ რომ ბავშვები წავიდნენ ასე ვთქვათ სკოლაში და არის გარკვეულწილად ასე ვთქვათ რაღაც დახმარების პროგრამებიც არის ზოგან გათვალისწინებული ასე ვთქვათ და რომ ხშირ შემთხვევაში უხდიან რაღაც თანხას მშობლებს ზოგიერთ ქვეყანაში რომ მშობლებმა უზრუნველყონ ბავშვების სიარული ბავშვების სწავლა სკოლაში და არის სპეციალური კურსები ასე ვთქვათ ამ ბავშვებისათვის და ზოგიერთ მშობლებს ეხმარებიან რაღაც პრაქტიკულად სამუშაოს შოვნაში თუ არის სხვათა შორის ვებ გვერდი ამ ILO-ის რომელიც შეეხება ბავშვთა შრომას და შესაძლოა რაღაც დამატებით ინფორმაცია მიიღოს სწორედ ამ ვებ გვერდის საშუალებით და მე არ მინდა ახლა ძალზე დეტალურად გავიარო რა თქმა უნდა და აგრეთვე როცა საუბარია ეგრეთ წოდებული მმართველობით ანუ პრიორიტეტული კონვენციები რომელია და არის ფაქტობრივად ძირითადად მე ვიტყოდი ორი სფეროა მაგრამ სხვა სექტორში ეს არის ასე ვთქვათ კონვენცია შრომის ინსპექციაზე აგრეთვე იგივე ესეც კონვენცია შრომის ინსპექციაზე უბრალოდ სოფლის მეურნეობაში ესეც ინსპექციაზეა და აგრეთვე ასე მეორე ეს დასაქმების პოლიტიკაზე და ეს არის ეგრეთ წოდებული მმართველობითი პრიორიტეტული კონვენციები რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტურად ხდება ასე ვთქვათ მისი განახლება 2 წელიწადში და ვიმეორებ თუ არ არის ქვეყანაში შრომის ინსპექცია რა თქმა უნდა ფაქტურად ძალზე რთული იქნება შრომის უფლებების ასე ვთქვათ და უზრუნველყოფა შესაბამისობისა შრომითი პრაქტიკისა კანონმდებლობასთან და ამდენად ამიტომაც მიიჩნევა ეს შრომის ინსპექცია კონვენცია პრიორიტეტულ მმართველობით ასე ვთქვათ კონვენციად და რა თქმა უნდა როცა საუბარია
დასაქმების პოლიტიკაზე, კონვენცია 122 და ეს ძალზე მნიშვნელოვანია, როცა საუბრობთ ბავშვთა შრომაზე, იძულების შრომაზე, არადისკრიმინაციულ პრაქტიკაზე, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სწორედ აი ასეთი პოლიტიკა, გაწერილი პოლიტიკა, დასაქმების პოლიტიკა. ამდენად თუ თქვენ ასე ვთქვათ, მუშაობთ ასე ვთქვათ არალეგალურად, ან თუ შეიძლება დაწესებულება თვითონ არ იყოს და ასე ვთქვათ რეგისტრირებული, კანონიერი, ლეგალური და სწორედ ამ თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია ამისი ასე ვთქვათ ამ კონვენციით გათვალისწინებული დებულების აღსრულება და ვიმეორებ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონვენციაა. რამე თუ მისი ამოცანა გახლავთ, რომ ასე ვთქვათ შეიქმნას სამუშაო ადგილები სწორედ ფორმალურ, ლეგალურ სექტორში და ამისათვის აუცილებელია რომ არსებობდეს პოლიტიკა. და კიდევ ერთი ეს არის სამხრივი კონსულტაციების შესახებ კონვენცია 154 და რა არის მისი მთავარი ამოცანა? რომ შეიყოს ჩარჩო იმისათვის რომ მთავრობამ ხელი შეუწყოს, სწორედ სამხრივი კონსულტაციების ასე ვთქვათ ჩარჩოს შექმნას, როდესაც ყველა მხარე იქნება ჩართული კანონმდებლობის შემუშავებაში, შრომითი ასე ვთქვათ ინსპექციის მუშაობაში და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს იყოს მჭიდრო კონსულტაციებით შრომელებთან, ასე ვთქვათ მათ ორგანიზაციებთან და რა თქმა უნდა დამსაქმებლებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან, რომ ფაქტურად განახორციელონ სწორედ სამთავრობო პოლიტიკა ამ სფეროში და ეს ყველაფერი უნდა იყოს შესაბამისად ასახული კანონმდებლობაში, იმიტომ რომ თუ არ არის ესე ვთქვათ სამხრივი თანამშრომლობა მხარეებს შორის, მაშინ რთული იქნება დაცვა უფლებების როგორც დამსაქმებლების, ასევე დასაქმებულებისა. და რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხებზე არსებობდეს სამხრივი კონსულტაციები და ამ კონსულტაციების შედეგად იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები და დასახული პრიორიტეტები. და შრომის საერთაშორისო სტანდარტებში არის, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მრავალი საკითხი, აი რომ შეეხება პროფესიული სწავლება და გადამზადება, დასაქმების უსაფრთხოება, ასე ვთქვათ, შრომის უსაფრთხოება, სამუშაო ადგილზე ძალადობა, სოციალური უსაფრთხოება, დედობის დაცვა, სოციალური პოლიტიკა, მიგრანტი მუშაკები, აგრეთვე ადგილობრივი ტომები და მკვიდრი მოსახლეობა და აივ-შიცი სამუშაო ადგილზე, რა თქმა უნდა, მშობთა სპეციალური კატეგორიები, აქ არის ჩამონათვალი ის მოიცავს ფარავს თითქმის ყველაფერს, ასე ვთქვათ, შრომით ურთიერთობებში და შრომით ბაზარზე. ანუ შრომის საერთო სტანდარტებში არის ძალიან ბევრი სახელმწიფო პრინციპი, ეგრეთ წოდებული გაიდლაინები, სხვა საუკეთესო პრაქტიკა, ფაქტურად რის საფუძველზე უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება და გაზიარება, ასე ვთქვათ, ვიმეორებ საუკეთესო პრაქტიკისა და ძალზე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება, რა თქმა უნდა, ყველა ამის გაცნობა. არის ძალიან ბევრი ინსტრუმენტი, როგორც გითხარით, ILO-ს ფარგლებში და თვითონ აი ფაქტობრივად ამ ვებგვერდზე, ILO-ს ვებგვერდზე თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ბევრად უფრო დეტალური და საკმაოდ საინტერესო სასარგებლო ინფორმაცია იქ არის, ასე ვთქვათ, შესავალი ამ ვებგვერდზე არის კითხვა-პასუხები, ხშირად ასმული კითხვები და არის აგრეთვე სპეციალური, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტები კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით და ზოგადად ძალიან დეტალური ინფორმაცია შრომის საერთაშორისო სტანდარტებზე. და ამდენად, ახლა ასე ვთქვათ, კითხვა, რომელიც არის ყველაზე უფრო მეტად ხშირად ან რატიფიცირებული შრომის, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენცია. სამი ვარიანტია. კონვენცია 97 ასოციაციის თავისუფლების და ორგანიზების უფლების დაცვის შესახებ, კონვენცია 29 იძულებითი შრომის შესახებ თუ კონვენცია 182 ბავშვთა შრომის ყველაზე უარესი ფორმების შესახებ. აი თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ ციფრი ჩაწეროთ, რომელი მიგაჩნიათ არის ყველაზე მეტი ქვეყნის მიერ რატიფიცირებული კონვენცია აქ ჩამოთვლილი სამი კონვენციიდან, კონვენცია 87, კონვენცია 29 და კონვენცია 182. შეგიძლიათ ციფრი ჩაწეროთ და შესაბამისი პასუხი იქნება. კეთილი კონვენცია 182 მოიწერა ერთმა მონაწილეამ. 29 მიაჩნია მეორე მონაწილეს. 29, 87, 182
კეთილი, პასუხი არის It's 182. 182. 182. ეს არის პირველი კონვენცია, რომელმაც უნივერსალურ რატიფიცირება, ანუ ყველა წევრმა სახელმწიფომ მოახდინა ამ კონვენციის რატიფიცირება. 182. Even close to universal. და ფაქტობრივად უნივერსალურ რატიფიცირება საყოველთაო. და ფაქტობრივად წელს ტოგო მოაიყო ბოლო, რომელმაც მოახდინა მისი რატიფიცირება. გილოცა და ულოცავთ ამ კონვენციას, რომელიც ყველა მაღიარა ფაქტიურად. და იმედია, რომ სხვა კონვენციებსაც ეწევათ იგივე ბედი. და ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ გვახსოვდეს გენდერული თანასწორობა. რა თქმა უნდა, ეს წითელ ზოლად გაყავს თითქმის ყველა კონვენციას და ფაქტიურად ანუ 1990 წლის, ასე ვთქვათ, 19 წლის კონვენცია, იქაც საკმაოდ იქაც იყო უკვე გათვალისწინებული გენდერული საკითხები, იყო საუბარი სხვადასხვა სტანდარტებზე, თუმცა რა თქმა უნდა, ნაკლებად და ფაქტიურად ის რა, თვითონ ის ტერმინოლოგია იმდროულად გენდერულად ინკლუზიური არ იყო, როგორც თანამედროვე ისინია, რა თქმა უნდა. შეიძლება თვითონ ენა ტერმინოლოგია არ იყო გარკვეულწილად იმდენად ასე გზნობიერი გენდერული საკითხებისადმი, მაგრამ მაინც ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი საკითხი, რომელიც განიხილეს თითქმის 100%-ით მამაკაცებით შედგენილმა კომიტეტმა. არის სხვადასხვა ინსტრუმენტები, როცა საუბარია შრომის საერთო ორგანიზაციის ინსტრუმენტებზე გენდერულ ასე ვთქვათ კონვენციასთან დაკავშირებით. ეს არის ფაქტურად სწორედ თანაბარი ანაზღაურების კონვენცია, აგრეთვე დისკრიმინაციის შესახებ და აქ არის საუბარი გენდერულ განსხვავებებზე, როცა საუბარია სწორედ ანაზღაურებაზე. ანაზღაურება, თანაბარი ანაზღაურების კონვენცია. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი უნდა იყოს, როცა საუბრობთ დისკრიმინაციის დაუშვებლობაზე. აგრეთვე ოჯახური მოვალეობის მქონე მუშაკთა შესახებ კონვენცია, ანუ 91 წლის კონვენცია 156, რათა ჩვენ გავაცნობიეროთ, რომ სწორედ დამსაქმებელი უნდა აცნობიერებდეს, რომ დასაქმებულს ვისაც ყავთ ოჯახი, საკუთარი ოჯახი, რომ დაბალანსებული იყოს და გაცნობიერდეს ვალდებულებები, რომელთაც ადამიანებს აქვთ არა მარტო სამუშაო ადგილზე, არამედ ოჯახის წინაშე. და აგრეთვე ძალადობა და შევიწროების შესახებ კონვენცია, ფაქტურად და რა თქმა უნდა, შეიძლება ეს არ იყოს ძალადობა და ყოველთვის არის შესაძლოა, რა თქმა უნდა, გენდერულად თან კავშირში, მაგრამ სამწუხაროდ აი ეს ელემენტი, გენდერული ელემენტი ძალადობას ახასიათებს. და არის აგრეთვე რაღაცა დამატებითი შესაბამისი რელევანტური ინსტრუმენტები, როგორც დედობის დაცვის შესახებ კონვენცია და რომელიც რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანი არის აგრეთვე ოჯახში დასაქმებულების შესახებ კონვენცია, რომელიც რა თქმა უნდა, აქ საუბარი არა მარტო ასე ვთქვათ, ოჯახურ დასაქმებულებზე, არამედ ზოგადად სხვა ასე ვთქვათ, მოწყვლად ჯგუფებს და ხას უსვამს სწორედ აი მოწყვლადობას, ასე ვთქვათ, როცა საუბარია ოჯახში დასაქმებულებზე, ასე ვთქვათ, დამხმარე პერსონალზე და რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია, აგრეთვე უკვე ითვალისწინებენ იმას, როცა საუბარია, ასე ვთქვათ, დედობაზე, უკვე მამობის, ასე ვთქვათ, დაცვის უფლებების, რა თქმა უნდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია. და ძალზე მოკლედ იმაზე თუ როგორ ხდება სწორედ ასე ვთქვათ ზედამხედველობა, იმიტომ რომ ზედამხედველობა ძალზე მნიშვნელოვანია ამ კონვენციების აღსრულებაზე და რომ ის იყოს შესაბამისად ასახული სწორედ ადგილობრივ კანონმდებლობაში და არის როცა საუბარია სპეციალურ პროცედურებზე. და ორი ნაწილია რეგულარული ზედამხედველობა და ეგრეთ წოდებული სპეციალური პროცედურები. რეგულარული ზედამხედველობა ეს არის ძირითადად მასზე პასუხისმგებელი არის ორი ორგანო. ეს არის ექსპერტთა კომიტეტი კონვენციებისა და რეკომენდაციების გამოყენების შესახებ, ანუ არის 12 ექსპერტი, ფაქტობრივად არის და ეგრეთ წოდებული ასე ტექნიკური და დამოუკიდებელი ორგანოა და ესენი ორი ვადით არიან, ასე ვთქვათ, არჩეული და ისინი ფაქტობრივად მუშაობენ
მკაფიო ტექნიკურ საკითხებზე. ეს არის ტექნიკური ორგანო, ასე ვთქვათ, ახდენს შეფასებას, ზედამხედველობას რამდენად ახორციელებენ ან აღასრულებენ მთავრობები მათ მიერ, ასე ვთქვათ, რატიფიცირებელ კონვენციებს და მათ აქვთ მუდმივი დიალოგი მთავრობასთან და ფაქტიურად მიუთითებენ, რომ აი მეტი უნდა გააკეთო, ადგილი აქვს დარღვევებს, ადგილი აქვს ნაკრილოვანებებს ამათო იმ სფეროში და რა თქმა უნდა, ამის შედეგად ისინი წერენ ანგარიშს, სწორედ ეს ექსპერტთა კომიტეტი, რომელიც შემდგომ მიდის სტანდარტების გამოყენების საკონფერენციო კომიტეტთან. ეს არის სამხრევი კომიტეტი, სადაც არიან წარმომადგენლები მთავრობის, დასაქმებულის და ასე ვთქვათ, დამსაქმებლის, ასე ვთქვათ, წარმომადგენლები და ისინი ფაქტურად შემდგომ ისინი მას განეხილავენ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, კონტექსტში, იმიტომ რომ ისინი დელეგატები არიან, ასე ვთქვათ, ისინი არიან, ვთქვათ, მხოლოდ ტექნიკური ექსპერტები. ისინი განეხილავენ სწორედ ამ ანგარიშს პოლიტიკურ ჭრიში და შემდგომ ხდება მისი განხილვა. მიანიშნებენ, რომელმა ქვეყანამ მიაღწია პროგრესს, რა ინოვაციური ნაბიჯებია გადასადგმელი და არის ხშირად რა თქმა უნდა, სამწუხაროდ პრობლემატური კაზუსები და ამ შემთხვევაში ისინი იწვევენ მთავრობის წარმომადგენლებს და ეკითხებიან, რა ხდება, რატომ არის ესეთი სირთულეები, რა უნდა და მოითხოვენ, მოელიან, რომ რეაგირება მოხდება სწორედ მთავრობის მიერ და მთავრობა შემდგომ წარდგენს საკუთარ ახსნა განმარტებას ან ანგარიშს იმასთან დაკავშირებით. აგრეთვე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ის აგრეთვე საკუთარ мотивაციას ახდენს მთავრობისა, რომ გადადგმულ იქნას დაუყოვნებლივ, ასე ვთქვათ, ნაბიჯები და შეასრულოს მაქსიმალურად თავის თავზე აღებული ვალდებულებები. რა თქმა უნდა. და შემდგომ ხდება სპეციალური დელეგაციის გაგზავნა შეიძლება ქვეყანაში მოხდეს, ანუ ვთქვათ, დამკვირვებლები, და ხდება შემდგომ სამხრივ რეჟიმში. თუ შეიძლება, ვინც არ ლაპარაკობს, გათიშეთ, ქალბატონო სალომე არა, უკაცრავა. მე გავთიშე ისა, მადლობა, კარგია. აგრეთვე არის სპეციალური პროცედურები და ორი ტიპისაა. ფაქტურად შეეხება კონსტიტუციური დებულებების საფუძველზე, ანუ ვთქვათ, წარმომადგენლები და აქ არის მითებული მუხლი 24 კონსტიტუციის და აგრეთვე საჩივრები, რეკომენდაციები ძალზე მნიშვნელოვანია, როგორც მშრომელებისათვის, ან ასე ვთქვათ, დამსაქმებლებისათვის და თუ მთავრობა არ ასრულებს რატიფიკაციით აღებულ ვალდებულებებს, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ხდება ასე ვთქვათ, გამოყენება 24 მუხლისა. მათ შორის ასე ვთქვათ, საჩივრების და ასე ვთქვათ, შესაბამისი, ასე ვთქვათ, და არის 26 მუხლი, რომელიც შეეხება საჩივრებს, ანუ კონსტიტუციის 26 მუხლია. და რა თქმა უნდა, ჩვენ ვეუბნებით, რომ აი ჩვენ მინდა ასე ვთქვათ, მიგანიშნოთ, რომ თქვენ ხართ ხელმომწერი სახელმწიფო, ასე ვთქვათ, და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ასე ვთქვათ, სწორედ ამ აღებული ვალდებულებების შესაბამისად იმოქმედოთ და თუ ასე ვთქვათ, ნაკლოვანებებია მიუთითებს სწორედ მისი გამოსწორების გზებზე და მეთოდებს. და რა თქმა უნდა, სხვა პროცესებია, სხვა პროცედურებია უпроსორად მისი განხილვისა. და რა თქმა უნდა, აგრეთვე საჩივრები, ასოციის თავისუფლება, გაერთიანების თავისუფლების დარღვევის შესახებ და იმ შემთხვევაშიც კი შესაძლოა არ გქონდეს რატიფიცირება, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასოციაციის თავისუფლება და მთავრობამ ფაქტურად უნდა უზრუნველყოს ამ უფლების შესრულება და მათ შეუძლია, იცით რა, თუნდაც ამ ქვეყანას არ ქონდეს რატიფიცირებული, მშრომელებმა შეიძლება საჩივარი შემოიტანონ ამ კომიტეტში და უჩივლონ ქვეყანას, ასე ვთქვათ, ასოცირების თავისუფლების უფლების დარღვევის შესახებ და იმიტომ რომ ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, პრინციპი, როცა საუბარია ასოცირების თავისუფლება და შესაძლოა თქვენ არ იყოთ, ასე ვთქვათ, წევრი, მაგრამ
ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ასე სასწაულმშოვანე პრინციპი და თვითონ წევრობა ILO-ს ნიშნავს რომ პატივი უნდა სცე ამ ფუნდამენტალურ უფლებას. ძალზე მნიშვნელოვანია გაუსვათ ხაზი რომ ფაქტურად ხდება ვისი შემოწმება, ვისი საქმე ის ასე თქვა ზედამხედველობა არა კერძო კომპანიების, არამედ სახელმწიფოების. სწორედ ამას გვინდა ხაზი გაუსვათ. შრომის საერთო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები არის სწორედ სუბიექტი, ასე ვთქვათ, ზედამხედველობისა და ჩვენ ვიმეორებ არასოდეს არა ასე ვთქვათ, სწავლობთ ასე ვთქვათ, რაღაც საჩივრების მექანიზმები არ გვაქვს კონკრეტული კომპანიების ასე ვთქვათ, წინ თან მიმართებაში არა. ასე რომ იყოს დარწმუნებული ძალიან ბევრი საჩივარი იქნება. არა. იცით რა, პასუხისმგებელი ამ შემთხვევაში არის სწორედ სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც ფუნქციონირებს, რომლის კომპეტენციის ქვეშ ფაქტურად ეს თუ ის კომპანია. და ფაქტურად ანუ როგორია პრაქტიკა მაგალითად თუ აი ვთქვათ ხედავთ რომ აი გლობალურ სიტუაციას კომპანიები რამდენად შესაბამისობაში მოქმედებენ ასე ვთქვათ შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან რამდენად ხორციელდება რასაკეთებს მთავრობა იმისათვის რომ დანერგოს ქვეყანაში ILO-ს სტანდარტები და პრინციპები და მაშინ შეიძლება ითქვას, კი მაგრამ თუ მთავრობა არ არის ანგარიშვალდებული, რა შეინტერესებს მათ ასე ვთქვათ, შრომის საერთაშორისო სტანდარტები. შრომის საერთაშორისო სტანდარტები არის ძალიან თანმიმდევრული, ასე ვთქვათ. და ეს არის რატომ გახდა და ის კითხვა შრომის საერთაშორისო სტანდარტები უნივერსალური შედარების ნიშნული კორპორატულ სოციალური პასუხისმგებლობისათვის. ძალზე მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, რომ ის ყველა კომპანია საქმიანობა იყოს თანმიმდევრული აი ამ პრაქტიკასთან და ძალზე მნიშვნელოვანია რომ პოლიტიკა იყოს სახელმწიფოს მიმართებაში სწორედ თანმიმდევრული და სტანდარტები იყოს ასე ვთქვათ სწორედ აღიარებული და ეს სტანდარტები ყველა კომპანიის მიმართებაში უნდა იყოს თანმიმდევრული იცით რა მიდგომა ასე ვთქვათ თანმიმდევრულობა ძალიან მნიშვნელოვანია ეს ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიისას რომ მისი პოლიტიკაც იყოს თანმიმდევრული ამ ასე ვთქვათ და თუ სანდოობა ზრდის ასე ვთქვათ კომპანიისა რა თქმა უნდა აქ ერთ სახელმწიფოზე ხო არა აქ საუბარია 187 ასე ვთქვათ მთავრობაზე მაგრამ საუბარი როცა დელეგატებზეა არა მარტო მთავრობის როგორც გითხარით არამედ ამ დელეგაციაში არიან დამსაქმებლები და დასაქმებლები რომლებმაც შეიძლება კრიტიკის ქარცეცხლში გაატარონ სახელმწიფო თუ მას არ აქვს მკაფიო ასე ვთქვათ პოლიტიკა ამასთან დაკავშირებით. და არ არის ის რომ ვთქვათ ერთ ქვეყანამ უთხრას, იცი რა, ჩემ ქვეყანაში უკეთესად სიტუაცია შედგა, ქვეყნებს შორის კი არ არის, ასე ვთქვათ, კონკურენცია ამ შემთხვევაში, არამედ რეალურად ქვეყნის შიგნით რამდენად არის ეს პრინციპები დაცული, ასე ვთქვათ, და რამდენად შესაბამისობაში ის სტანდარტებთან. ვიმეორებ ეს ძალზე მნიშვნელოვანია აგრეთვე კონკურენტის თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, მათ შორის ასე ვთქვათ კონკურენციის თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, როცა საუბარია ამ შრომელებზე, მათი ძირითადი დამცველები უბრალოდ შემთხვევაში არიან, ასე ვთქვათ, პროფკავშირები და პროფკავშირი ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ასე ვთქვათ, პროფკავშირების მხრიდან იყოს ნდობა ამ პოლიტიკისადმი და მე მანამდე ვისაუბრე ღირსეულ სამუშაო ადგილებს და რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს ღირსეული სამუშაო ადგილი და რა თქმა უნდა ეს შეეხება სამუშაოებს ღირსეულ სამუშაო ადგილებს და ფაქტობრივად ILO-ს მე ვიტყოდი სწორედ გართულება აქვს ვიტყოდი დასაქმება ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი და რომ იყოს დასაქმების პოლიტიკა ფორმალურ სექტორში და იყოს ღირსეული სამუშაო ადგილებზე მიმართული რეალურად რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია იყოს ასე ვთქვათ დაბალანსებული მიდგომა შრომელების უფლებების დაცვა და რა თქმა უნდა ძალზე მნიშვნელოვანია რომ ეს არ მოხდეს კომპანიების ზრდის ხარჯზე, მისი განვითარების ხარჯზე, ანუ ესენი ერთმანეთს ურთიერთგამომრიცხავი არ არის. გარკვეულწილად უნდა იყოს რა თქმა უნდა საზღვრები, განსაზღვრული საზღვრები. ბუნებრივია, ანუ რაზე არის პასუხისმგებელი. მთავრობას თავისი პასუხისმგებლობა აქვს, კომპანიას თავისი პასუხისმგებლობა და შრომელებსაც და უნდა ემუშაონ ერთად, ანუ უნდა იყოს დაბალანსებული მიდგომა. და რა თქმა უნდა
და გარკვეულწილად ეს არის იყო გენეზისი ამ ორი ბიზნესმენი, რომელს დაუდეს საფუძველი მიდგომები, რობერ უელსელი და დან ლეგრანდი, ის იყო შვეიცარელი. ფაქტიურად არცას რეგიონიდან წამშობდი. ფაქტიურად თქმა უნდა ისინი წერდნენ ასე ვთქვათ ნაშრომებს ამასთან დაკავშირებით ის კი არა რომ ასე იცოდნენ ერთმანეთის შემშევს მე-19 საუკუნეში იყო ორივე და ისინი მუშაობდნენ რაზე წერდნენ ეს არის ინდუსტრიული ურთიერთობებზე ისინი საუბრობდნენ იმაზე თუ როგორ და სწორედ ზოგადად აი ინდუსტრიალიზაციის პერიოდში ისინი საუბრობდნენ რა ვთქვათ და ასე ვთქვათ ხარისხზე, შრომის ნაყოფიერების გაზრდაზე და ისინი საუბრობდნენ როგორ ასე ვთქვათ დაცულიყო მშრომელების უფლება როგორც ინდუსტრიულ ცენტრებში, ასე ვთქვათ მოშორებულ სოფლებში, რამე თუ შრომის პირობები როგორც წესი იმ დროს იყო ძალიან მძიმე და ეს იყო ერთი მათი ასე ვთქვათ რეალობა და ისინი საუბრობდნენ აგრეთვე ინდუსტრიალიზაციის მეწარმეობის მომავალზე და ძალზე მნიშვნელოვანი პრინციპი იყო მათთვის რომ ყოფილიყო არა მარტო კომპანიაში და არამედ ქვეყნის შიგნითაც თანაბარი ასე ვთქვათ კონკურენციის პირობები და ყოფილიყო ქვეყნებს შორის ვიმეორებ სტანდარტული და პატიოსანი კონკურენციის ურთიერთობები. წინამ შემთხვევაში ისინი ამბობდნენ, რომ ინდუსტრია ჩამოიშლება, ინდუსტრიას განვითარებას არ აქვს, ასე ვთქვათ, არანაირი მომავალი და ეს იყო სწორად მათი ამოსავალი წერტილი. მაგრამ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ და რუსეთის რევოლუციის შემდგომ ფაქტურად ყველა უკვე საუბრობდა შრომის სტანდარტებზე, ხარა, მაგრამ ესენი იყვნენ სწორედ აი აკადემიურად ამას დაუდეს საფუძველი. სწორედ მე ვიტყოდი, რომ აი ვთქვათ აკადემიური თვალსაზრისით იყვნენ ამოძრავებელი ძალა და ისინი ამბობდნენ, რომ სწორია მთავრობამ უნდა შემუშაოს, აი ვთქვათ, ინსტრუმენტები, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ბიზნეს განვითარებას, ასევე მშრომელების უფლებების დაცვას. და ეს ფიქრობ ბოლო სლაიდია, თუ კიდევ ერთი სლაიდი. და როგორ გახდა ეს თქვა შრომის სტანდარტები უნივერსალური შედარების ნიშნული და ამ შემთხვევაში როგორი არის ეს ურთიერთობა შრომის სტანდარტებსა და ასე ვთქვათ ადგილობრივ კანონმდებლობასთან ასე ვთქვათ ეს გვიჩვენებს ასე ვთქვათ აი ამ სწორედ სამკუთხედს ძალზე მნიშვნელოვანია ვიმეორებ რატიფიკაციის შემდგომ აი სტანდარტების შესაბამისად იყოს ასახული ეროვნულ ასე ვთქვათ კანონმდებლობაში და მან რა თქმა უნდა თავისი ასახვა უნდა ყოველს ასე ვთქვათ საწარმოებზე ასე ვთქვათ მათში და რეგულაციებზე და უნდა მოხდეს ვიმეორებ ამ კანონმდებლობის ინკორპორაცია როგორც ეროვნულ დონეზე ასე ვთქვათ კომპანიების დონეზე და რა თქმა უნდა თუმცა ყველა ეს დოკუმენტი შეიძლება არ იყოს სამართლებრივად ასე ვთქვათ სავალდებულო მათ შორის მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია რომ იყოს შესაბამისობა და ასე ვთქვათ მაქსიმალური პატივი სცენ სწორედ ამ კონვენციით გათვალისწინებულ ასე ვთქვათ დებულებებს და პრინციპებს და რა თქმა უნდა ვიმეორებ იმ შემთხვევაშიც კი თუ არ არის ქვეყანა ასე ვთქვათ ხელმომწერი ან არ გაუვლია რატიფიკაცია, არ მოუხდენია რომ ეს სტანდარტები თავის სტანდარტები იყოს გამოყენებული. მათ შორის არის ასე ვთქვათ მულტინაციონალური კომპანიების შესახებ დეკლარაცია, რომელიც შეეხება პასუხისმგებლობით ახსავსე ასე ვთქვათ პრაქტიკის დანერგვას. Ну, ეს როცა შეგაშახება სახელმწიფო შესყიდვებს, მათ შორის სხვა პროგრამებს და მთელი რიგი პროექტებია შემუშავებული, როცა საუბარია სწორედ ამ პრაქტიკების მაქსიმალურ ინტეგრაციას, როგორც ეროვნულ კანონმდებლობაში, ამ შემთხვევაში როგორც ეს ხდება საქართველოში, ნებისმიერ შემთხვევაში თუ არის რამე კითხვა, მე მზად ვარ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და თუ იქნა კითხვები თქვენსგან კარგულებაში ვარ. მადლობა ქალბატონო ემილი. და ახლა ჩემს ეკრანს გავაზიარებ. სანამ გავაგრძელებდეთ ჩვენ რაიმე კითხვა ხო არა, ხო მწველი კითხვები, გადაუდებელი კითხვები ამ წუთისათვის, ამ წამისათვის. ქალბატონ ემილისთან იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ის შეეხო, რომელსაც ის შეეხო. კითხვები
არა თუ არა და აქაო არა. ნუ შეიძლება შემდგომ სესიის დროსაც ასე ვიქნები. აქ ვიქნები და შეგიძლია დამისვათ შემდგომი სესიების დროს. კი ბატონო, ნუ რამოდენიმე წამი სიჩუმის რამოდენიმე წამი. Remind in Georgian that they could თუ use რამე chat box-ის საშუალებით აი მე იქნა გადავთ. სესიასთან დაკავშირებით chat box-ში რა დაწერა და ჩვენ თარგმნით თქვენ კითხოს არ არის პრობლემა. შეგიძლიათ ქართული შრიფტი გამოიყენოთ და ქართულადაც დაწერათ ან ლათინურად თქვენთვის როგორც იქნება უმჯობესი მეთოდა. Okay. კეთილი და მე შემდგომი სესიის განმავლობაში მე აქ ვიქნები. არ ვიცი, ახლა სპიკერი არ ვიქნები მოხსენებელი, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება მოგვიანებით გაჩნდეს კითხვა ან კომენტარი. დიდი მადლობა. და როგორც ზანა, ქალბატონი ემილიის საახალწლო იმის შემდგომ ჩვენთან იქნება და მასაც შემდგომ შეუძლია დაუსვათ კითხვა. ეხლა რაც შეეხება ბოლო მოხსენებელი დღევანდელი დღისა Calvino, ქალბატონი სწორად თუ ისა, ქალბატონი მერი ქაჯაია. ქალბატონო მერი, ხედავთ მე თქვენ. გესმის, მადლობა რომ შემოგვიერთით ქალბატონო მერი და მიკროფონში ცოტა ახლოს თუ შეიძლება. Welcome dear friends. First და ჩვენს პარტნიორებს მე გახლავართ მერი ქაჯაია, სპეციალისტი ადამიანის უფლებათა სამდივნოდან. დღეს მოკლედ მოგიყვებით, როგორ არის ბიზნესის და ადამიანის უფლებების თავი ადამიანის უფლებების სამთავრობო სამოქმედო გეგმაში ინტეგრირებული. დავიწყებ 2017 წლიდან. 2017 წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნომ სახალხო დამცველის აპარატთან და სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან ერთად განახორციელა ჩატარა ეროვნული საბაზისო კვლევა. კვლევა, რომელიც დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის ექსპერტებთან კონსულტაციებით ჩატარდა. მიზნად ისახავდა ბიზნესისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ეროვნული სამოქმედო გეგმისათვის რეკომენდაციების მომზადებას. ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების, გაეროს რეზოლუციების და სახელმძღვანელო პრინციპების მიმოხილვას. ეროვნული საბაზისო კვლევის განმავლობაში გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან. ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხების გარდა განხორციელდა კანონმდებლობის და პრაქტიკის ანალიზიც და გამოიკვეთა გამოწვევები მთავრობის მხრიდან პასუხისგებლიანი ბიზნესის ახალისების მიმართულებით, რომელმაც მოიცვა ისეთი სფეროები, როგორიცაა შრომითი უფლებები, გარემოს დაცვის საკითხები, კორუფციასთან ბრძოლა, პირადი მონაცემების დაცვა, დისკრიმინაციასთან ბრძოლა და ასე შემდეგ. სწორედ ეროვნული საბაზისო კვლევა დაედო საფუძვლად ბიზნესსა და ადამიანის უფლებების თავის შეტანას ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში და 2018 წლის 2020 წლის უკაცრად არ ვიცი შემიძლია თუ არა მე გადავიდე სხვა სლაიდზე მაქვს თუ არა მის შესაძლებლობა გმადლობთ 2018 წლის 2020 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სამოქმედო გეგმის 25 თავი სწორედ ამ საკითხებს მიემართება და აქვს მიზანი რომ მიემართებოდა თითქმის ბადა გავიდა უკვე აქვს მიზანი რომ ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს თავისუფალი მეწარმეობა 25 თავში არის 28 და 39 აქტივობა რომელსაც ადამიანის უფლებათა სამდივნო ახორციელებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან სიდასთან თანამშრომლობით რა თქმა უნდა ჩვენ ანუ არ მიმოვიხილავთ 28-ვე ამოცანას იმიტომ რომ ძალიან დიდ დროს წაიღებს ეს ყველაფერი თუმცა რამდენიმე პრიორიტეტი ფერიკო ძალიან დიდი პოდიში თარჯიმანისთვის იქნებ ცოტა რომ ეს ავქანხე ძალიან დიდი პოდიში მადლობა არ არის პრობლემა პოდიში პირიქით როგორც აღნიშნე 28-ვე ამოცანას ვერ მიმოვიხილავთ თუმცა რამდენიმე პრიორიტეტის შესახებ ვისაუბრებ, რომელიც გამოყოფილია სლაიდზეც. აქედან ერთ-ერთი არის გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების მხარდაჭერა და მისი პოლიტიკაში გატარების უზრუნველყოფა. გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები არის
ეგრეთ წოდებული სახელმწიფოებისთვის და ბიზნესებისთვის იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ დარღვევები აღმოფხვრას ბიზნეს კორპორაციებში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ამ პრინციპის დანერგვა. კიდევ ერთი პრიორიტეტი, რაც გვაქვს, ეს არის ბიზნესსა და ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და მისი ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფა, ასევე პასუხისმგებლიანი ბიზნესის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და ხალხთა მეწარმეობის წახალისება. ასევე როგორც გითხარით, პასუხისმგებელი ამ 28 ამოცანას სახელმწიფო წყობებიდან სხვადასხვა სამინისტროები იღებდნენ ამ ამოცანებზე პასუხისმგებლობას, მათ შორის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და ასე შემდეგ, ყველას არ ჩამოვთვლი. როგორც ქალბატონმა ლელამ ახსენა, მას შემდეგ რაც 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა მივა ბოლომდე და თითქმის გითხარით დასრულდა ვადა გავიდა, შევიმუშავეთ ახალი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც დაფარავს 2021-2030 წლების პერიოდს. ამ ახალ დოკუმენტში თავისთავად შესულია ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხებიც, ის განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილეთ იმ თემებზე, რომლის განხორციელებაც სამწუხაროდ ვერ მოხერხდა 2018-2020 წლების განმავლობაში, რიგი მიზეზების გამო, მათ შორის COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო, თუმცა აქტივობების ნაწილი განხორციელებულია, მეტწილად განხორციელებულია. ამის შესახებ ინფორმაციას დაინტერესების შემთხვევაში მოგაწვდით თუ მოგმართავთ ადამიანის უფლებათა სამდივნოს. ამ ეტაპზე სულ ეს არის, ჩემგან კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. იმედია ძალიან სწრაფად არ ვისაუბრე და თუ კითხვები გექნებათ, მზად ვარ მოპასუხო თქვენ კითხვებს. Thank you. I suppose this was the დიდი მადლობა, ხო? დიდი მადლობა ამ საბოლოო სიტყვისათვის. ნუ ყოველ შემთხვევაში საბოლოო სიტყვა უბრალოდ დასაწყისია ჩვენი მსჯელობისა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. თუ შეიძლება დიდი მადლობა. ქალბატონ ქაჯაია ამ ინფორმაციისათვის, რომ ისაუბრეთ ამ ადამიანის უფლებებზე და ბიზნესზე და არ ვიცი, აი კომენტარი იყო ქალბატონ ნინოსთან, რომ ეს უნდა იყოს მართლა ძირითადი ღირებულება და პრაქტიკაში და არა მარტო, რა თქმა უნდა, ქაღალდზე, ფურცელზე, არამედ პრაქტიკაშიც უნდა იყოს ქალბატონმა ნინო ბრძანა და ჩვენ რა თქმა უნდა აბსოლუტურად ვეთანხმებით ამ მოსაზრებას და მე მინდა ეხლა თუ არ არის რაღაც დამატებითი კითხვა ან კომენტარები, მაშინ მე აი ამ პირველ ვებინარ სემინარს შევაჯამებ და ბოლო სიტყვისთვის შეიძლება ბატონ კინას გადავცემ. სანამ აი ვისაუბრებ შემდგომ ვებინარზე. ბატონო კინანო, ორიოდე სიტყვას ხო არ მოგვახსენებდით? რეალურად მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ყველას და მე ვფიქრობ წინვალე შესავალი სესია იყო და ეხლა უკვე გვაქვს სამოქმედო გეგმის შესახებ ძირითად თემაზე, აგრეთვე რა არის მთავარი მახასიათებლების ILO-ს კონვენციებისა და ხშირ შემთხვევაში არის გაუგებრობა, რა არის ეს რა შეეხება ეს კონვენციები, რაზე არის მთავრობა პასუხისმგებელი, რა სფეროზე. მე ვფიქრობ წინვალე დასაწყისი იყო და ჩვენ მოთანადო ველოდებით გაგრძელებას ამ ვებინარს, ასე ვთქვათ, შემდგომი 6 კვირის განმავლობაში. ვიცი რომ რა თქმა უნდა, ახლა იანვრის ასე ვთქვათ, ისევ შევხვდებით და გარკვეულწილად ამ დღესასწაულის შემდგომ და საქართველოს აი ვთქვათ, იანვარია, როდესაც დღესასწაულია, ნუ მე სახლში ვარ ნებისმიერ შემთხვევაში. სახლიდან ვმუშაობ. ასე რომ, დიდი მადლობა ყველას კიდევ ერთხელ და ჩვენ გისურვებთ წარმატებას ყოველივე კარგს. დიდი მადლობა. დიახ, მუშაობა მიდის ნებისმიერ შემთხვევაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონ აკიაშვილს, კატოლოგ ქარდავა, ქალბატონ ქაჯაიას, ბატონ კინას, დიდი მადლობა. ბატონ ემილის, ქალბატონ ემილის. ყველას დიდი მადლობა, ემილი. ალბათ დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით, ქალბატონო ემილი, მადლობა დიდი. აბა
აბა შობა ახალ წელს ბედნიერ შობას დიდი მადლობა მომავალ წელს აუცილებლად შევხვდებით ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ ყველას როგორც ხედავთ ჩვენ ეს იყო მარტო შესავალი ვებინარი ასე ვთქვათ და გარკვეულწილად ჩვენ ვიწყებთ უკვე განვახლებთ მუშაობას 20 იანვარს იმავე დროს იგივე დროს ალბათ როდესაც ვისაუბრებთ ბავშვთა შრომაზე და იძულებით შრომაზე და მე იმედი მაქვს რომ რამოდენიმე კვირაში მართლაც შევხვდებით ერთმანეთს გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გისურვებთ ბედნიერ ხალისიან დღესასწაულს ასე ვთქვათ 2020 წლის დასრულება ყოფილიყოს ბედნიერი და კიდევ ბედნიერი 2021 წლის დასაწყისი მადლობა თაკო მადლობა Thank you very much.